გოგირდის ხარის გააჩინა და რამდენი გინდა რომ იდგეს ბოთლში. ხოდ იმიტომ რომ რამდენი ხანი? აბა ის ბენ გოგირდის ხარისხზე და რაოდენობაზეა. ბოთლის ღვინო საერთოდ თავს მატკიებს არ იმიტომ გოგირდია. გოგირდის გამო და ნახა ცოტა გასასინჯად რო არის ხოლმე ეს ხო არის და ჩემი არა აი ნაღდი ის არა. კი ბატონო. ის კი არა აი თბილისში ჩამოტანილიც კი ვარ დააყენე გემოსის. იმიტომ რომ უცხოური რაც არ უნდა მაგარი ღვინო იყოს, სულ თავის ტკივილში პახმელია ყველასა. ჩვენერი რაოდენობის shelf life, ვიცი რაც არის რა, ეს არის რამდენი ხანი უნდა იდგეს თაროზე. ხო. ზოგი იმდენ გოგირს უკეთებს, რომ ძველი ღვინოები უნდა იდგენ თქვა 5 წელი, 10 წელი, ყველაზე მინიმუმ 2 წელი და შესაბამისად გოგირდი მიკროფონი მიცავს. საქართველოში ხო ვაფშე თურქული გოგირდია და იმიტომ კიდე ბოთლი. არა მე ფრანგული გოგირდი ვიშოვე. ფრანგული ყველაზე კაია. ლევანის მიკროფონი კარგად არის? კარგი, მაშინ დავიწყოთ მე მგონი. კი ბატონო. მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჩვენი პოდკასტების სერიას და დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ჩვენი მეგობარი ლევან გაჩიჩილაძე. ლევან, მადლობა. ის ვსვათ რომ დღეს კალენდარი. ხო, კალენდარი და მიულოცოთ. დროშის დღე არის. ასე რომ ყველანაირად გაიდგია. ხო, ანუ ჩაწერის იქიდან გამომდინარე ხვავდებთ ჩვენ. ხო, მაგრამ ჩვენ წერთ იმ დღეს, როდესაც კალენდარია და როდესაც დროშის დღეა. კი ბატონო, ძალიან კაი. კი ბატონო, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და ჩვენ ესე იგი მოკლედ რაღაც პატარა პაუზა ქონდა საახალწლო ასე ვთქვათ და ახლა ვაგრძელებთ ჩვენს საუბრებს. პირველი რა თქმა უნდა ძალიან ისეთი პერიოდი გამოვიარეთ, გვახსოვს მოდის დავიწყებ. გახსოვთ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, სადაც თითქოს ეს ყველაფერი აღწერა, ხო? იმედთან მიცემულ ინტერვიუში არჩევნების წინ. რომ არჩევნების შემდეგ შეიძლება არაფერი არ იყოსო, მაგრამ ცოტა ხნის მერე დაიწყება პროცესი, იმიტომ რომ მართლაც არჩევნების შემდეგ რამდენიმე პატარა აქცია ვნახეთ ჩვენ, რომელსაც არჩევნების შედეგი გააპროტესტა, მაგრამ როგორც კი ეს გადაწყვეტილება ქართული ოცნების გაჟღერდა, ესე ვთქვათ, მოლაპარაკების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით, გადადებასთან დაკავშირებით 28 წლამდე, იქიდან მოყოლებული ჩვენ ვხედავთ, ესე ვთქვათ, უწყვეტ საპროტესტო მოძრაობას, მიუხედავად იმისა, რომ შემცირებულია მისი, ესე ვთქვათ, ტემპერატურა და რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც ამაში იღებენ მონაწილეობას, ბოლო ესეთი პიკი ხმაურის იყო სულ რამდენიმე დღის წინ, როდესაც სასამართლოების საკითხი იყო და მოსამართლეებს რესტორანში მიუვარდნენ პროტესტის მონაწილეები და თლიანობაში მაინც მეტნაკლებად რაღაცა ხედავთ, ესე ვთქვათ, სტაბილურ მოცემულობას, რომ აქცია მიმდინარეობს, მაგრამ რაღაც დაპირისპირების კონდიციაში არ გადადის. შეიძლება ითქვას თუ არა, რომ მიუხედავად აი ამ სიწყნარისა, არ გვაქვს საფუძველი ვიყოთ მშვიდად. არ შეიძლება მაგერო ითქვას. მე ჩემი აზრი მაქვს, იმიტომ რომ გამომდინარე იქიდან რა გამოცდილებაც მაქვს მე მიტინგების გამოსვლის, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერობის და ზოგადად ქართული საზოგადოება როგორ ტოლერანტულად უყურებს საწინააღმდეგო აზრს, უმრავლესობაზე მაქვს ლაპარაკი და როგორი შემწყნარებლობითია და ასევე როგორი მდგრადი არის ქართული სახელმწიფო და მნიშვნელოვანი სტრუქტურები, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შიში საფუძველი არ აგვაქვს. ერთადერთი რისკები ყველაფერს ახლავს, ხა გულწრფელად და რისკი მდგომარეობს იმაში, რომ არ შეიძლება რაღაცა უნებლიე ისეთი შეცდომა მოხდეს, რომელმაც ისეთი თითიდან გამოწვეული მიზეზის გამო გამოიწვიოს იმ ხალხის მღელვარება, რომელიც შემწყნარებელია ამ სიტუაციაში. მე ეგეთი შემწყნარებლობა, რასაც ქართული უმრავლესობა დღეს ავლენს და მე წმუნდები, როგორ 1 კვადრატულ მეტრზე ყველა კონფესიის ეკლესია როგორ არის აშენებული და ერთ-ერთი ძირითადი რაც საქართველოს საუკუნეების განმავლობაში გადაარჩინა, მე ვიძახი, რომ ეს არის შემწყნარებლობა და ტოლერანტიზმი, იმიტომ რომ რასაც მეორე მხარე ჩადის, არც ერთ მორალში, ზრდილობაში, ადამიანობაში, არაფერში არ წერია, აი ხა მოვდივარ ჩემი სახლიდან და იქ მაღალი ძაბვის იმაზე გაკრული არის, რომ ყველა კოცი რუსია და ყველა რუსი ბოდიში და ერთი ადგილია რა. ეს არის დაკრული პირდაპირ ყველა იმაზე. და ამას ადამიანი უყურებს შემწყნარებლობითად და არ მიდის პოლიტიკურ დაპირისპირებაში და მეცაც გეტყვით სამოქალაქო დაპირისპირებაში და
შესაბამისად ესე თავის გატანა ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან სახელმწიფოებრივია და ძალიან პატრიოტულია. ესე შევხედოთ ამ საკითხს, ანუ არა აქვს საფუძველი, მოდი ბილდსიტყვაობის ლანძღვის და რაღაცებს არაფერი არ ამართლებს, მოდი ესე ვთქვათ, ხო? შეურაცხყოფას და რაღაცას შემდეგ არაფერი არ ამართლებს, მაგრამ იმას რომ თქვათ ქუჩაში იდგნენ, ვიღაცები შეაწუხონ და ასე შემდეგ, ამას საფუძველი არ აქვს მათთვის, თუ მათ დაიჯერეს რომ მაგალითად ქართულმა ოცნებამ გადაუხვია ევროპულ გზას, თუ მათ დაიჯერეს რომ ქართული ოცნება არის მოღალატეობრივი პოლიტიკური ჯგუფი და რუსეთისკენ მივექანებით. ანუ თუ ეს ყველაფერი დაიჯერეს, როგორ უნდა მოიქცნენ? საფუძველი როგორ არა აქვთ, მაგრამ არსებობს ცნება ესეთი. საფუძველი აქვს, თუ ესე გონიათ, შეიძლება რომ განსხვავებული აზრი გამოხატონ, მაგრამ არა აქვს იმის საფუძველი, რომ არ მიიღონ განსხვავებული აზრი. არა აქვს იმის საფუძველი, რომ დესტრუქციულ პირდაპირ აქციას უწოდენ მშვიდობიანი აქცია. არა აქვს იმის საფუძველი, რომ ილაპარაკონ, რომ მსხვერპლი უნდათ და იმიტომ რომ ესკალაცია მიიღონ ქუჩაში. ასეთი რაღაცების საფუძველი არა აქვს, თორე ალტერნატიული აზრის გამოხატვის საფუძველი როგორ არა აქვს და როგორც მაგათ აქვთ, ისე სხვასაც აქვთ იმ ალტერნატიული აზრის გამოხატვის, მათთვის ეგ მიუღებელიათ. არა აქვს იმას საფუძველი, რომ აგერ აკონტროლებენ სოციალურ ქსელს, Facebook-ს აკონტროლებენ და განსხვავებულ არის პირდაპირ იმაშობიან. პირდაპირ შლიან, აფეიკებენ, რა ვიცი, რა ქვია ამ ტერმინებს ახლა ეს ხლა არ მომდის. თან ეგ როგორც გავიგეთ, ინსტიტუციურ დონეზე ყოფილა ყვანილი, ხო? ეს ცენზურა Facebook-ზე. აგერ აღიარა თვითონ. კი, ინსტიტუციონალურ დონეზეა და მეტიც აღიარეს, რომ ამერიკაშიო კი ბატონო ესო ეხა ვაუქმებო ამ ტიპის ცენზურას და ძალადობასო და გარეთ ვერ გავაუქმებო, იმიტომ რომ ეგო სპეცსამსახურებს უნდა დავეკითხო. რას ნიშნავს გარეთ ვინც აცენზურებს, ყველა სპეცსამსახურის წევრია. ხო ამას ნიშნავს ვასიკო. ნუ მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ სპეცსამსახურებმა გადაწყვიტეს რა უნდა დააცენზურონ გარეთ. მათი გადაწყვეტილების გარეშე ეს იმას ნიშნავს, რომ გარეთ ვინც აცენზურებს, მართლა გულწრფელად მაგას ნიშნავს. სპეცსამსახური თუ წყვიტავს იმიტომ რომ რა დააცენზუროს და ვინ დააცენზუროს და თავისიანებს არ აცენზურებენ ამ ეტაპზე. თუმცა მგონია რომ ამერიკიდან მოდის ხო ეს თელი დემოკრატიული პრინციპები და ზოგადად დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება იქიდან მოდის და ისინი მათ დაიწყეს უკვე დაბრუნება თავისი ამ პრინციპების ირგვლივ და შესაბამისად ჯერ ამერიკაში მოხდება ძალიან დიდი გადატვირთვა და მე საქართველოშიც ამაზე მე შეგვიძლია ეს საინტერესო თემაა. მე მგონი მაგამდე უნდა მივიდეთ, ანუ ჩვენთან არსებობს ეს მოლოდინი, რომ 20 იანვრის შემდეგ რაღაცა პროცესები შეიცვლება, მაგრამ მოდი მოვიტოვოთ. მე ერთ სიტყვას ჩავაგდებ ჩვენი სალაპარაკოსთვის. მე ესე მოლოდინს არ წავყვებოდი, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტები როგორია და რა არის და შიგნით რა უჭირთ და როგორ უჭირთ. საქართველოს რომ მათთვის პირველი პრიორიტეტი არ არის ეს ნათელია. კი ბატონო, ვასიკო, შენ რამეს ხარ დაამატებ იმ ნაწილს? მე დავამატებ რას რომ თვითონ აი ჩემში შეშფოთებას კი არა, ლევას ვეთახმები ხალხიანობაში ასაკურველია ქვეყანა დგას და შემდგარი ქვეყანა ეს აღარ არის ხა ის რო აიდე და იწუჩი ქოქოლას დავიყრით ეს მოდაში იყო, მაგრამ არ არის სრულფასოვანი პოლიტიკური პროცესი. რატო არ არის რაც უნდა იყოს ხელისუფლება და უნდა იყოს ოპოზიცია. ოპოზიცია ახლა არ გვინდა პატივისცემის მიუხედავად კი ბატონო დაუდასტუროთ, მაგრამ არის რაღაცნაირად როგორ მდგომარეობაში იცი რომ ნუ ყოველ შემთხვევაში ის საპროტესტო ტალღა, რომელიც არის აქცია თუ ვთქვათ ქუჩაში რაც არის ოფიციალურად ნუ გარეგნულად არ ცნობს ამ ოპოზიციას. რეალურად არის და თვითონაც ეს ოპოზიცია გაწეული. არა და პოლიტიკური პროცესი როგორ აი ეს არის და პოლიტიკოსების გარეშე ფეხბურთის მოედანზე ხარ შეიძლება რომ ერთი გუნდი გამოვიდეს და მეორე მაყურებელი გამოვიდეს. მაყურებელი ამბობს რომ აი ეს მოედანზე რომ ეს გუნდი არ დამანახო და ის გუნდიც აგერ არის და მაყურებელი აი სხვათა შორის მე მაგალითად ესე მინდა გითხრა ლევან აი რა პრობლემის წინაშე ვდგავართ ჩვენ აი ჩვენ და ყოველდღე იმართება ტელევიზიის წინ აქცია და არ მესმის მათი და ამავე რომ აი ჩვენ ხალხის ხმას დაუთმე ეთერი და არ გვინდა ეს ოპოზიციური პარტიები. ეგ უშინაც ყაი რო ნახჩახედო უბრალოდ არ დაგვანახო ეს ოპოზიციური პარტიები რამის შეთქმულების თეორიაში თქო ჩვენ მოყვავს ეს ძალით ესე ვთქვათ ვიგონებთ. განარბეს, მაგრამ თუ ეს ინსტიტუციურად ახლა უნდა არ ჩამოყალიბდა ეს ხალხი, აი რას ნიშნავს ხალხის ხმა მიეცი. ხალხის ხმა ხო, ნებისმიერი პარტია გამოხატავს და ტელევიზიას რა შეუულია რომ დაგითმო
ყველა პარტიულ ჯგუფს ესე ხა რამდენი ჯგუფი მოვა ხა ტელევიზიიდან და არაფორმალურად გაფორმებით ხან ზოგჯერ უყურებთ სხვა ტელევიზიის წარმომადგენლები არიან. დავანებოთ თავი, თქვათ ისინი მიეტმასდნენ. ესე აი რთულია და ეს არ არის ინსტიტუცირებული. თან საუბარია რომ ახალი პარტიები უნდა შეიქმნას. კი ბატონო, უნდა შეიქმნას, მაგრამ ახლა ტელევიზია ხო ვერ შექმნეს ამ ახალ პარტიას და ამ პირობასაც მე აი ვერ ვატყობ, რომ ეგ იქნება. მეტიც აი ლაპარაკია რომ აი გუშინაც უსმენდი საინტერესოდ საუბრობდნენ. ჩერგო იყო და იაგო საინტერესოდ საუბრობდნენ. მაგრამ მე თქონდა კითხვები ხა ყველა კითხვას ეს ვერ დასვავრო. აი მათ როგორ გქონდა ესე წარმოდგენილი უფრო ჩერგოს რომ აი ეს ოცნება აიღებს და გაქრება, აი ესე აქ და მე იდეალური ნუ ნაცებიც გაქრებიან და რაღაც ხები შექმნიან და ეს ხალხი თვითონ ჩაატარებს მერე ქვეყანა ჩატარდება იდეალური არჩევნები. ეს ხო ბევრჯერ გავიარეთ, ესე ვერ მოხდება. პრაქტიკაში ვერ მოხდება ესე რომ ეს პროცესი თუ არ განვითარდა. არადო ვერ ხედავთ რომ ეს არის. მე მეცგეთ კიდე რა მაშფოთებს. მივდივარ ჩვენ ესე თვითმართველობის არჩევნებისკენ. გუშინ კითხოს რომ რა დროს ეგ რა დროსია 9 თვეში არის 10 თვეში ხო აგერ არის ვიტყვი. ეხლა ნორმალურ ვითარებაში საარჩევნო სამზადისი უნდა იყოს. უკვე გახურებული და მარტიდან უნდა იყოს გახურებული. ეს სამზადისად გინდა არ გინდა სამზადისია. ხო სწორია. შენ ახლა სტუმარი რომ მოგდის ასე იქცევი თუ ისე იქცევი ისე ემზადები როგორც ემზადებ. მე მას უყურებ რომ ძალიან ცუდი მზადება მიდის ასე თუ მიდის ოპოზიციის მხრიდან მთელი აფხის განმავლობაში რა მიდის რომ ოპოზიცია არ არის ხო ეს მაშფოთებს მე რომ მოგაკეთო აი ოპოზიცია მიდის მტკიცება რომ ქვეყანაში არ არის ადამიანებს არ უნდათ ოპოზიცია და ალტერნატივაც ესე ვთქვათ არ ჩდება ესე უცებ თან ესე ვერ გაჩნდება ბევრი მიზეზი აქვს ხა დღეს ჩვენ ამაზე რომ ესე ამათ აქ ფინანსები აქ არის მედია უზრუნველყოფა მთელი ამბავი რომ ახალი ის რომ გაჩნდეს ვთქვათ ახალი პარტია, მაგრამ თუ არ გაჩნდა, აი პოლიტიკური პროცესი რაც არ უნდა ვისაუბროთ, კი ბატონო შეეშალა თუ ცუდად მოიქცა თუ უნდა შესულიყო, არ შესულიყო, მე ვერ გადავწყვეტ ამას და ვერ ჩერნა ხა დღეს თვითონ უნდა მიიღო, მაგრამ რჩევა შეიძლება ხო რჩევა, სხვადასხვა რატო აღარ არის, იცი რომ მე ჩვენება რომ ცოტა გაუშვეს კიდეც ის მომენტი, როცა პარლამენტში შესვლა შეიძლება. ეხლა უკვე ნუ ფასიც აღარა აქვს ეხლა ეგრე შესვლას პარლამენტში, მაგრამ ნუ ეხლა ეგ როგორი პოლიტიკური პროცესია, ხა მე რა რომ ესე ვთქვათ, მე რა რომ მაინც ორი ბორბალი უნდა ველოსიპედს, მე რა რომ ეხლა ერთი ბორბალი შეიძლება მოიპარეს, ერთი ბორბალზე რთულად პირის. ეს ცოტა არ იყოს, იტა რატო იცი რომ ხელისუფლებისთვისაც ძალიან ცუდია, სულ უნდა გზნობდეს ძლიერი ოპოზიციის სუნთქვას, რომ ყველა ნაბიჯი, აი ყველა სიტყვარო ზომოს, რომ ფუფუნების უფლება არ მიცეს და პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება ამ სუნთქვას გრძნობს, ოღონდ არა შიგნიდან, არამედ გარედან. მე მაგალითად გარედან არის ეს რო გითხრა, აი მე თქვა ჩვენ პირველ პოდკასტში რომ საუბრობდით, მაგახსოვს, მაშინ მაგაზე საუბრობდი, რომ აი ამან თქვა ამ შედეგებმა შეიძლება ისაკეთოს, რომ გაჩნდეს ახალი პარტია თქვა. ამ აქციას საპროტესტო ტალღას, აი ესეთი რა ყოველგვარი ანგარების გარეშე ურჩევდი მე რომ თანდათან დაიწყონ ინსტიტუციონალურად რაღაცნაირად შეკვრა და პოლიტიკურ ჯგუფად ჩამოყალიბება, იმიტომ რომ პოლიტიკური პროცესია და პოლიტიკურ პროცესში ვერ მიიღებ მონაწილეობას თუ პოლიტიკური ოღონდ მანდ ერთი რამე უნდა ესმოდეთ ამ ადამიანებს რომ ეგ ვერც ვადამდელ არჩევნებამდე ვერ მოესწრება ანუ ისინი ვერ შექმნიან ანგარიშგასაწევ პოლიტიკურ ძალას 2 თვეში 3 თვეში და ვერც იმ ერთ წელიწადში თუ 10 თვეში რამდენ ხანშიც გიორგი მან შეიძლება რომ ეგ ჩვენი თემა არის შენ ვიკამათო თუმცა შეიძლება სხვა თეორიაც კი გითხრა რომ შეიძლებოდა რომ მოენდომებინათ და რომ გამოჩნდეს თავისი სტრუქტურები უნდა თავის ლიდერი უნდა თავის პროგრამა უნდა თავის იდეა უნდა შეიძლება ამ საპროტესტო კიდეც მოხდეს მაგრამ თავი რამე გითხრა რომ ტელევიზიის კარებზე კაკუნი ეს ვთქვათ არ არის ბატონო რა დანარჩენ დღეს ხო თან საინფორმაციო არ ჭირს აგერ YouTube-ში ჩართე და რაც გინდა ილაპარაკეთ უგისმენენ დღეს ეს თემა ეგ საინტერესო საკითხია მინდა რომ ამ თემას შევეხოთ კარგად ოღონდ ანამდე ერთ რამეს ვიტყვი ესე იგი როცა კრიზისი მიდის ხშირად საუბარი რომ აი კრიზისია ქვეყანაში ხო ანუ მაგალითად ხო რეალურად ქვეყანაში არ არის პოლიტიკური კრიზისი არ არსებობს ეგეთი რამე იმიტომ რომ პოლიტიკური კრიზისი გულისხმობს იმას რომ ერთ კონკრეტულ პარტიას არ აქვს რესურსი ჩამოაყალიბოს თავრობა და ამტკიცოს ბიუჯეტი მართოს ქვეყანა მოკლედ მართოს ინსტიტუციები ეს არის პოლიტიკური კრიზისი ამგვარი კრიზისი ჩვენ არ გვაქვს არ აქვს ამგვარი შეზღუდულობა ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს არ გვაქვს ეკონომიკური კრიზისი ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან რამდენიმე დღის წინ ეროვნულმა ბანკმა სადღაც 300-ზე მეტი მილიონი დოლარი იყიდა ბაზრიდან და ამას არ გამოუწვია ეროვნული ვალუტის გაუფასურება ანუ ეკონომიკაში რამე სერიოზული პრობლემა რო ხდებოდეს შეუძლებელია შენ ამდენი მილიონი დოლარი უცხოური ვალუტა ამოიღო
ესე ვთქვათ, რეზერვებისთვის და ამას არ ქონდეს მისი ეფექტი ეროვნულ ვალუტაზე, ხო? და ასე შემდეგ. ჩვენ თუ რამის კრიზისი გვაქვს პრინციპში, ანუ რაც და გადასალახი გვაქვს, ეს რაღაც სახელმწიფოებრიობის კრიზისი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საკმაოდ დიდი ჯგუფი ადამიანებისა ქვეყნის შიგნით ეწინააღმდეგება ქვეყნის სუვერენიტეტს. ანუ ქვეყანამ სუვერენულად არ უნდა მიიღოს გარკვეული გადაწყვეტილებები. მან აუცილებლად უნდა დაეკითხოს ვიღაცას და ეს ვიღაცამ უნდა უთხრას, როგორ უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა გადაწყვიტოს და აქ პრობლემა გვაქვს. აქ პრობლემა გვაქვს და არა მხოლოდ და პრობლემა ის კი არა რომ ვერ ვთანხმდებით სუვერენიტეტის ხარისხს ან გადაწყვეტილებათა შინაარსზე ასე შემდეგ. არა, პრინციპულად ეწინააღმდეგებიან ადამიანების სუვერენულ გადაწყვეტილებას. ანუ შინაარს საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ამ გადაწყვეტილების. უბრალოდ პრინციპულად არიან წინააღმდეგი იმისა, რომ სუვერენული გადაწყვეტილება მივიღოს. ნუ ისინი გეტყოდნენ, რომ ჩვენ მეწინააღმდეგებით რომ სხვაგან არ იქნას მიღებულიო მოკლედ მოკლედ ხო შეიძლება ვერ შევთანხმდეთ მაგ თემაზე მათ ჩვენ და მათ შორის ამაშფოთებს ის კრიზისი არ არის და ესეთ ინსტიტუციურად კრიზისი არ არის გეთახმები რომ ახლა მაგრამ იცი რა აი მაგალითად გადის ნებისმიერი კანონ პროექტი ვიღაცა უნდა ეხლა და ჩვენ შეგვიძლია რაღაცა მოგვეწონოს არ მოგვეწონოს ეს ჩვენი უფლებაა მაგრამ ინსტიტუციურად როგორ არის ხა პარლამენტი აბა რატო არის აბა პარლამენტს რატო ქმნი ვიღაცა უნდა ადგეს სწორი არასწორი სხვა საკითხია და რაღაცა ერთი ან ორი აზრი ერთი მაინც საწინააღმდეგო აზრი ერთი პოზიცია და უნდა გაჟღერდეს რომ რატო არ უნდა იქნას რაღაცა კანონი მიღებული მაგალითად რა ვიცი ჩირის დამზადების შესახებ თუნდაც აი ყველაზე ისეთო საწინააღმდეგო აზრი უნდა იყოს რომ რაღაცა მოვისმინო ჯერ ერთი შენ გჭირდება ჯერ ერთი თუნდაც არ გადავიდემე სხვის აზრზე და მოწინააღმდეგის მაგრამ მაყურებელმა უნდა და მსმენელმა უნდა აბა ისე რო იტყვიან მარტო იღებ აი ეს ბაშფოთებს მე რო არ მოგატყუო ამის თქმელი არავინ არ არის და ოპოზიცია ამას არც ვიტყვიო. რა თქმა უნდა, მოდით ესე ვთქვათ, მე ვეთანხმები ვასიკოს, რომ პოლიტიკური ოპოზიცია, მოდი ესე ვთქვათ, საქართველოში არ არსებობს. ხო, რამოდენიმეს ჰქონდა შანსი პოლიტიკური ოპოზიცია რას ნიშნავს? მათ მიერ დაწესებულ პოლიტიკური დღის წესრიგს არ ნიშნავს. სახელმწიფოებრივად დაწესებული პოლიტიკური დღის წესრიგის თანამონაწილეობას ნიშნავს. მეც რასაც იძახის, ეს არის. და ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ სახელმწიფოებრიობას აი თქვით ესეთი რამე, რომ არ იძლევიან სუვერენული გადაწყვეტილების უფლებას. და მე თქვით, რომ სულ არ აინტერესებთ რა სახელმწიფოებრიოდ რა მოხდება და რა არ მოხდება. ეს ერთმანეთთან ესე არ არის მარტივად ერთად ეს ორი ლოგიკა ვერ იარსებებს. ამ ხალხს არაფერი არ აინტერესებს რევანშის გარდა. მოდი ესე ვთქვათ რა. ეს არის ყველაზე საერთ არც ოპონირება აინტერესებთ. ამ ადამიანები უნდათ რევანში, ადამიანებს უნდათ ხელისუფლებაში მოტრიალება. მე გეუბნები ძირითად მასას. მათი და რაც ვასიკომ თქვა, მათი ხელისუფლებაში მოტრიალება არავის არ უნდა მათ შორის ყველაზე რადიკალურ განყენებულ და რადიკალურად მოაზროვნე მომიტინგეებს არ უნდათ გულწრფელად ისინი ახლა ძალიან ცოტა ხმებს მიიღებენ თუ კიდე ჩატარდა აგერ თუნდაც ადგილობრივი არჩევნები იმათ ეს აინტერესებს და აქ იმხელა კოლიზია ხდება იმხელა დაპირისპირება ხდება ამ ორი აზრის რომ შეუძლებელია რომ ჩვენ ვთქვათ რომ ოპოზიცია არსებობს და არსებობს განსხვავებული აზრი საქართველოს პოლიტიკური პროცესის მიმდინარეობისას არ არსებობს იმიტომ რომ აზრი რომელიც არსებობს ეს არის რომ მათ უნდათ ხელისუფლებაში მოსვლა ნებისმიერი სახით კიდაც დამხობის სახით პირდაპირ ტელევიზორებში გამოდიან და ბიზნა ივანიშვილი უნდა გაიქცეს და რა ვიცი რას არის ძახიან ანუ დამხობისაკენ მოწოდებებია და დამხობის სცენარებს ყვებიან ახლა ანუ რას გავაგზავნე ვიცი მე მგონი რომ ჩამოყალე რა არის ოცდება, გასაგებია თავის ხარდაჭერებიღას მოწონს ვინმეს არ მოწონს, არის ოპოზიცია, რომელმაც ოპოზიციის შესრულებაზე უარი თქვა და აქციაში, რაც სადაც დუღილი მიდის, მანაც უარი თქვა, მოდი ახლა დავარქვათ, აღარ მოვეფეროთ. თხილობს, ძალიან თხილობს. თხილობენ ეგრე არიან თავის გვერდზე გადგნენ, ჩვენ არაფერი არ მაწვდით, პირველივე მოსახვევში გამოიყენებენ. მაგრამ უკვე არ უშვებენ, აი რამდენი ცადეს არ უშვებენ ამ მოსახვევში და არიან. და არის აქციის მონაწილეები, საпротив, რომელსაც არ უნდა თოცდება და აქვს თავის მიზეზები ხლა, აქვს ესეთი ვინმეს მოწონს, არ მოწონს, ახლა 12 წელია ოცნება, არ მოწონს ეს ყველაფერი მოქმედებს. მაგრამ რაღაც თქონა შეიცვალოს და გეუბნება რომ უნდა შეიცვალოს, მაგრამ პოლიტიკურ პროცესში არა, ამით არ უნდა შეიცვალოს კატეგორიულად არ უნდა. და აი ამაში ვართ ახლა ჩვენ გაჭედილი. ამისი შეცვლა მithovetes დემოკრატიულ
საზოგადოებაში როცა უბენ გაქრეს თუ არის ავტორიტარიზმი ხა უნდა მოვიდეს ალექსანდრე მაკედონელი და დაიხოვოს ახლა ესე იგი და თქვათ მე მგონი მაგდროც გასულია საქართველოს თუ არა და დემოკრატიული პროცესია რომ ეს უნდა შეიქმნას და მაგიტო გეუბნები უნდა შეიქმნას პოლიტიკური პროცესი და გადავიდეს ესე ვთქვათ პოლიტიკურ ჩარჩოში აი ამას გულისხმობს ერთი კარგი სიტყვა უხდება მაგას კონსტრუქციულად უნდა მოხდეს ეს პროცესი კონსტრუქციული ოპოზიცია უნდა შეიქმნას თავის გზა და მოთხოვნილება იმდენად დიდია, რომ ძალიან დიდი ის არის, რა ქვია. ჩვენ თუ ეს აი რაციზმის მეგუშინოს სურვილი თუ ჩვენ გავიარეთ ყველამ ერთად. გამოგვიყენეს თუ შევცდით თუ ახალგაზრდობით მოგვივიდარდეთ, მოკლეზე რომ გადავწყვეტეთ ერთხელ წასვლა და სიკეთისკენ მოიმტვრიეთ კისერი ბევრი წლით. ეს ჩვენ რო გვინდა რომ სამთვეში გაჩნდეს ბავშვი არ გაჩნდება სამთვეში ეს თუ არ გავიარეთ ჩვენის გზა და ეს ახლა როგორ მიდის იცი ახლა ცოტა მოდი აი ხა გუშინიც მესმოდა და უყურებ მოდი ახლა ესენი გავრეკოთ ანუ ცოტა დიქტატურა ცოტა ისეთი ამები გამოვიყენოთ ქერო ის არ არის და მე უცებ ყველაფერი 64 დამყარდება და არ დამყარდება 64 იმიტომ რომ თუნდაც დაწყებული იქიდან ის მეორე ნაწილი ადამიანი ასევე არ ცნობს იმ სიტუაციაზე ჩვენ ეს ხო კარგად გავიარეთ კი სამოქალაქო დაპირისპირება თუ არ მოხდა მთლიანად არც მე არ ვცნობ ხო და მოკლედ მე როცა სუვერენიტეტს გულისხმობ ამ შემთხვევაში ანუ რამდენიმე მაგალითია რა ამ სუვერენიტეტს როგორ რატო ეწინააღმდეგება ის გასაგებია რომ თქვა პოლიტიკური ჯგუფი ერთი კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი მხოლოდ რევანშისტვის არის განწყობილი და ხელისუფლების დაბრუნებისთვის, მაგრამ ამ პოლიტიკური ჯგუფს ხავს თავისი მხარდამჭერები, ოღონდ ამ შემთხვევაში ქვეყნის შიგნით არა. მე ყოველ შემთხვევაში თითქმის გამოვრიცხავ იმას, რომ აი მაგალითად ის ცალკე სენატორები იქნებიან თუ ევროპარლამენტარები იქნებიან თუ ვინც იქნებიან, რომლებიც აკეთებენ რაღაც გარკვეულ განცხადებებს, ამას აკეთებენ მაგალითად გახარიას ან ხაზარაძის მხარდასაჭერად, ხო? ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში პირველ რიგში ისინი ამას აკეთებენ ნაციონალური მოძრაობის მხარდასაჭერად და მათი რესურსია ეს გარეთ არსებული მათი რესურსია ესე ვთქვათ. უფრო მეორე რიგში ნაციონალური მოძრაობის მხარდასაჭერად. აბა ვის უჭერენ ხარ? თავისი ქვეყნის ინტერესების მხარდასაჭერად პირველ რიგში. ეგ თავისთავად, მაგრამ ანუ თუ მიუყვებით მაგალითად იმ ჯაჭვს, ფინანსურ ჯაჭვებს, ხო, ანუ ლობიზმის ფინანსურ ჯაჭვებს, ძირითადი გადამხდელები მაინც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ისინი იხდიან ლობიზმში ფულს საზღვარგარეთ. რას დავარქმევთ, ხო? თუ ხასიათს და შინაარსს და რიტორიკას დავარქმევთ ნაციონალურ მოძრაობას, მე მგონია რომ 4 პარტია ნაციონალური მოძრაობა. არა, არაფრით არ განსხვავდებიან. კი, მაგრამ აქ ფული ნაციონალური მოძრაობის ჩანს, ხო? ანუ კეზერაშვილი იხდის მაგალითად ლობიზმში ფულს. მე ხო არ ვიხდი, ან ხაზარაძე არ იხდის და გახარი არ იხდის. კონკრეტული გვარი ჩანს, ვინ აკეთებს ამას ყველაფერს და ეს მხარდაჭერა საიდან მოდის. ეს ერთი ნაწილი და მეორე სუვერენიტეტს რაც შეეხება, ანუ ჩვენ ძირითადი პრეტენზიები და ძირითადი წინააღმდეგობა ოპონენტების მხრიდან მივიღეთ მაშინ, როდესაც დავაინიცირეთ ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის, კი არა, ეგრეთ წოდებული, გამჭვირვალობის კანონი, ეგრეთ წოდებული რუსული კანონი, შემდეგ LGBT პროპაგანდასთან ბრძოლის კანონი და შემდეგ, როდესაც განვაცხადეთ, რომ გადავდეთ მოლაპარაკებები 2028 წლამდე. ანუ სამივე ამ შემთხვევაში ჩვენ სუვერენული გადაწყვეტილების მიღების უფლება თუმცა მოლაპარაკებებში ჩვენი ინიციატივით მოლაპარაკებები გადავთ, თორე თუ დაგვიძახავ ვიღაცამ და დაგვიკარგუნა, არის მთავრობა და გაარცელებს ის. ხო, მაგრამ სამივე ეს შემთხვევა არის ჩვენი სუვერენული გადაწყვეტილება. ჩვენ გვაქვს ამის უფლება ეს გავაკეთოთ, ესე ვთქვათ და ამას ეწინააღმდეგებიან ოპონენტები. ამას გულისხმობ, როცა ვამბობ, რომ სუვერენიტეტის წინააღმდეგ არიან ვიღაცები, მეორე მხარე, ასე ვთქვათ და არ აინტერესებთ ამაში რა შინაარსი დევს, თავარია როგორ გაბედე შენ სუვერენული ნაბიჯის გადადგმა. მაგრამ ერთი მომენტია, ნახეთ, ახლა რაზეც საუბრობ საინტერესო კითხვა. რა, სანამ პროგრამაზე არ თებუკას მინდა ვთხოვო, რომ აი ხო ამოდიოდი კებეზე ჩვენთან არის ნიუსში შახინის განცხადება თუ არ ვწდები. ორი პრობლემა არის სოფლიოში. დაბა ერთი ნახე, არ მინდა წინასწარ გითხრა რა პრობლემა არის დაინახავთ. კარგი. აი ნახე თუთი. ხო, აბა ნახე რა არის აწერია. წაგითხეთ შეკაითვალები გაქვს მათთან და წაგითხე გიორგი. საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების დაცვა და ჩინეთში ავტორიტარიზმის ქვეშ ცხოვრები ადამიანების ხარდაჭერა. ნახე, საინტერესო თემა არის. სენატორი ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა, ono ეს ამერიკა, დგას გამოწვევების წინაშეო და ორი გამოწვევაა დახასიათებული. ახლა რატო მინდა რომ აი ყველამ გაივეზროთ, ახლა ჩვენ რა ხდება? გასაკვირველია ახლა გამოცდილება ყველაფერი სენატორი ჩვენ რა ვართ, არა, არაფერი. ორი რაღაცა ყოფილა პრობლემა. საქართველოს დემოკრატიული ღირებულებების დაცვა და ჩინეთის სიტუაცია. ნუ ახლა ხო გეციდებათ, ხო რატო გეციდებათ? აი ნახე, მოდი ხო ვისაც არ გაეცინებ. სიამდვილეში ეს არის აი ეს ამბავი რაც წერია. მე მგონი ამას გაშიფრაც არ ორი ამბავი ყოფილა. სიამდვილეში ასაკურველი არავითარ რატო მინდა გითხრა. ის ყველა საბაბი იყო, რატო გითხარ იმაზე გამახსენდა. ის კანონები საბაბი იყო. ჩვენ სამწუხაროდ ჩვენ და სურო თავდაყირა დავდგეთ და ერთმანეთს სულ არაფერი არ მიგვიღო თითიდან მაინც გამოწვევდა ასაკურველი, იმიტომ რომ აქ მიდის, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში
საბოლოო ჯამში შენი მთავარი დანაშაული არის ის, რომ შენ ომში არ ჩაები, ხო? ანუ შენ არ გააკეთე ის, რაც გითხრეს, რომ გააკეთე. მინდა გითხრათ, აი გეოპოლიტიკაც ებება რა. გახსოვთ თუ არა მე მემართალი რომ არ გითხეთ, ჩვენ ახლა რომ ომს რო ვიძახით, საზოგადოებას ომი გონია. მაგრამ ისაც ხდებოდა ტანკისის ხეობაში, როცა არ იყო ომი და ბოევიკები რო წინ და უკან დადიოდნენ და აფხაზეთში გადადიოდნენ და გადმოდიოდნენ, ხო? ნუ ეხლა იმას ომზე უარესი რამე ერქვა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ რუსეთის სამხრეთი რეგიონები ისე არეულიყო, რომ რუსეთი სტრატეგიულად დამარცხებულიყო და ჩამოშლილიყო. საერთოდ არ გვეკითხებოდა ეხლა ამიტომ ესე არ არის რომ მაინდა-მაინც ბოდიში და კალაშნიკოვით უნდა დავიწყოთ ეხლა იქომი და რაღაცა. ეს კორიდორი, რა კორიდორიც არის თურქეთიდან და რუსეთამდე და პირდაპირ ეთყობა ხო რუსეთის პოლიტიკას მის ყველაზე აგრესიული პოლიტიკა აქვს იმ ქვეყნებთან, რომელი ქვეყნებიც მათ ესაზღვრება. აი შახინის ეს განცხადება ყველაზე აგრესიული განცხადებაა. იმიტომ რომ საქართველოს ესაზღვრება ყველაზე ესენი სკოლაშიც რუსეთის მტრობას სწავლობდნენ, უნივერსიტეტიც რუსეთის მტრობას სწავლობდნენ, ამერიკის გეგემონია რუსეთის მტრობის გარეშე ამ ხალხს არ წარმოუდგენიათ. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფოები ამათთვის, რომ რუსეთს დააზიანოს სტრატეგიული ბოდიში და შეურაცხყოფა მიაყენოს, ახლა ჩვენ სტრატეგიულად რუსეთს ვერ დავანგრევთ. ეს არის ის ქვეყნები, რომელთანაც რუსეთს აქვს საზღვარი. კი ბატონო. ამიტომ გაგვეთანაბრეს ჩინელებთან ერთად და ხო ირანიც კი არ არის აბა ერთი ავიღოთ ახლა ყველა ერთად გადაშალოს რუსეთის რუკა და ჩვენ ვართ ან რუსეთის მოკავშირეა ან ნატოს წევრია და ჩვენ ვართ ერთადერთი ყველაზე დაუცველი ყველაზე რომელსაც ქოლგა არ გვაფარია აი ბალტიისპირეთისგან განსხვავებით რომელთაც ახასიათებს მთელი რიგი გაცხადებები თუმცა ავღანეთში სუათი კაცი იმიტომ აქვს დიდი გული რომ დაცულები მართლა ჩვენთან შედარებით და ერთი რამეა კიდე რასაც ვაკვირდები ამის წინაც უყურებდი ორი ადამიანი რაღაცა კამათობდნენ ამ ომის საკითხზე და აი აშკარად რა ჩამოყალიბდით აბა ჩვენ როგორ ახლა თავი არ დავიცვათ რაღაცა და აბა როგორ აბა კომპლექსები როცა ჩავდეთ აი მილიარდები ჩავდეთ ჯარში და ლაპარაკია 3 მილიონი ნახევრიან ქვეყანაზე და ლაპარაკია ქვეყანაზე, რომელსაც მთელი სოფლიო უყურებს, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი. ყველაფერზეა წამსვლელი აბსოლუტურად. ეხლა რა არის საოცრება. იმ ადამიანებს მე ამათ მივეკუთვნები, რომელთაც ეშინიათ ომის, ჩვენ ველოდებით, რომ რუსეთი ამას დაიწყებს. და ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ თითქოს ანტირუსები არიან, ამბობენ, რომ არა, კაცო, რას ლაპარაკობ? არა, რას ყოფრო? რუსეთი მაგას როგორ ის? ეხლა მეორე სიტუაცია. გარდა მაგის ეს თითქოს აი რაღაცა დამთხოვა არის. მე ახლა სულ ვაკვირდები ხომ პატარა ქვეყანაა. ახლა ჩინეთში ვერ მიხვდები ვინ იყო ომში და ვინ არ იყო თან ესია და ამ საქართველოში რომ გაგახსენდება ომები სამწუხაროდ არ გვაყენდა ხო ჩვენ ამ სიტუაციაში. ამ სიტუაციაში ყველა ადამიანი ვიცით თუმცა ვიფარფერებს ყოველთვის იყო ნუ თუ ბუჩქებში არა სადღაც ოთახში იყო და იქ რაღაცა ვთქვათ ინტელექტუალური საქმიანობით იყო დაკავებული სხვადასხვა პოლიტიკა აბა ხარ წავიდო და აბა იმას ხა რაღაცა ქონდა აბა იმას იმსუქნე ქონდა და ასე შემდეგ. ანუ ეგ რეალურად არის აი სიშის რას უგულისხმობ. მე რომ მეჩინე ამ ომის იმიტომ რომ ვიცი რომ რა შეგვიძლია რომ ჩვენ გავძლოთ ამ ომში ну რამდენი დღე შეგვიძლია რომ გავძლოთ და რა პოლიგონად შეგვიძლია ვიქცეთ და რა ხალგაზრდებზე შეიძლება ეს გადაიმტვრეს და ნამდვილად წავსვლილია იმიტომ რომ ადამიანი და აგერ არის უყურებთ ხო ჩვენზე მეტად არიან ჩახედულები და ესე მთელ სოფლიოს ეშინია იმიტომ რომ ატომური ქვეყანა არის და ვისრიო ამბობს ამ ატომს ვისრიო ამ ნუ ეხლა ხარ მალავს არ მალავს არა შეცვალა დოქტრინა შეცვალა და სოიტყვენ ტერიენდო ამ თვალსაზრისით ხო ხა და ეხლა ნახე მეორე ჩეხოვის არის თოფი უკიდია გარდა იმისა რომ ვისრი ყველაზე განსაკუთრებული ყურადღება არის იმ ქვეყნებისადმი კიდევ ერთხელ იმ ქვეყნებისადმი რომელიც სასაზღვრო ზოლში ყველაზე განსაკუთრებით შავი ზღვის რეგიონი საერთოდ ალეწილები არის ეხლა მე მესმის რომ სოფლიოები შეიძლება გამახო შეიძლება რომ ასე ვთქვა დიდი კონფლიქტის თემა ეს არ იყოს რომ აი ჩემეშიში არ იყოს იმის გამო რომ მე ეხლა რუსი და ესე მეძახო და თქვა იმიტომ რომ დიალოგი ჩაშალო ხა ჩვენ შორის ხო შიგა დიალოგიც რო ჩაიშალოს აი ეს არის საკმაოდ და თანახე რა არის საინტერესო აი ჩვენ ცოტა ხნის წინ რომ შენ გეთქვა უკრაინაში ომის მიზეზები რატო დაიწყო რასაც ახლა დღეს ტრამპი ამბობს რასაც ზელენსკი ამბობს ნატოსთან მიმართებაში აქ მოღალატედ იყავი გამოცხადებული მაგრამ ეხლა
ნახე, ყველას მოუწევს ახლა გადატრიალება. ეხლა ამბობს, რომ ტრამპი ეს უნდა დავალაგო, იმიტომ რომ ნატო რაღაცა მოიცვინოთ, აბა ერთი გავა, აი, არ გავა ერთი კვირა. კუკარაჩასი არ იყოს. გქონს რომ მე გავიდაო მეორე დღეს დაიწყო და ყველას დაავიწყდება. აი მე კაცო, ყველას დაავიწყდება საქართველოს თემა ეს შახინიც, იმიტომ რომ სოფლიო პროცესი დაიწყება 22-ში, 21 გვიან თენდება ჩვენ დაიწყება პირდაპირ დაიწყება ხო, აი ეხლა უკვე იმას ლაპარაკობენ, სად უნდა შეხვდნენ ერთმანეთს პუტინი და ის და რომელი ქვეყანა ვარ გამოდის. დაგვიდი ერთი წუთი შესახვედრ. და რატოღაც არავინ აღარ ლაპარაკობს იმას, რომ პუტინს ხელს როგორ ჩამოართვევს, ხელსაც ჩამოართვევს. კარგად დაждდება და კიდეც მოილაპარაკებენ და აი ეს არის რეალობა. ეს ის კი არ არის, ხა ჩვენ ვთქვათ, სამართლიანია მსოფლიო. ესია მსოფლიო მოწყობილი. მაკედონიის დროსაც ესე იყო და დღესაც ესე არის და ხვალაც ესე იქნება და ამ პროცესის გამო ჩვენ უნდა გამოვიდეთ მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგით და არ უნდა შეგვჩეს ის რომ მე გეტყვით ერთ მაგალითს არ მინდა იმ ჩაფურთხებაზე ვილაპარაკო. მე დარწმუნებული ვარ, რომ მაქსიმალურად ნაკლები ეს პოლიტიკა, რასაც დღევანდელი ხელისუფლება ახორციელებს, ზუსტად იმაზეა მიმართული, რომ მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგებით გამოვიდეთ, ამაში დარწმუნებული ვარ და იმაშიდაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს გლობალისტური სამყარო ლიბერალებსაც ვეღარ ვეძახი, ხა ილია ჭავჭავაძეს რო ერქვა ლიბერალი იმის მერე, ლიბერალებს ეს გლობალისტური სამყარო აი ინას დარჩენილა მე-6 დღეში და 5 დღეში კიდე სერიოზულ კუც მოიქნევს. კიდე წავა ესკალაციაზე, მიდის ესკალაციაზე, პირდაპირ მიდის ესკალაციაზე. თუ საიდან დაიწყება ათვლის წერტილი, აი 24-ში ეს უნდა ეს. საიდან დაიწყება და ყველას გონია, აი გულწრფელად რა, ძალიან მინდა ეს გლობალისტური სამყარო ჩვენი ყოფილი ჩვენ ვისაც ვებძოდით ვასიკო, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმში შევადარო საერთოდ მე მგონია რომ პირველი ექსპერიმენტი ამ გლობალისტური სამყაროს საჯაროდ გამოხატვის სხვა აზრის უგულებელყოფის მე მგონი საქართველოში ჩატარდა და სერბეთში დაიწყო. ხო, შეიძლება აი მოდი ეგ ამბავი სადაუა, იმიტომ რომ ერთ მხრივ ყოველი მესამე ციხეში ეს არ ყოფილა სერბეთში და მეორე მხრივ დემოკრატიის შუქურა, ვინც ყოველი მესამე ციხეში ჩასვა არ იყო მეორეს მხრივ ის რომ ტელემედია ერთ მუდში მოქმედება ტელემედია ერთ მუდში მოსება მე რაც ყველაზე მთავარია გრადების დაშენა მძინარე ცხინვალზე რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ცხინვალი ქართული ქალაქია რაც არ უნდა ვილაპარაკოთ და მე ბოდიში და ეს სიტყვა უნდა მოხევა წითელხიდზე კი ბატონო ეს აქ მოხდა და ეხლა ზუსტად აი ეს პროცესი მიდის აი რომ აი ბოლომდე უნდა რომ რაღაცას სოფლიოს გრადები დაუშინონ და მე მოხიონ და მოხევა აღარ გამოუვათ არ მოხდა ეს ამ ადამიანმა რუსეთის იმპერიამ შეცვალა დოქტრინა და პირდაპირ ახალი იარაღიც ისროლა პირდაპირ გამოაცხადა რომ თუ მე სტრატეგიული საშიშროება და საფრთხე მელოდება მე ვისვრი ყველა იარაღსაც კი არსენალში და მეც კეთხვით საერთოდ ვერც დავფიქრდებოდით ეხლა ბელორუსიაში ატომური ბომბები გალაგდებოდა და ეს ახალი იარაღები ისეთ შედარებით პატარა ქვეყანაში როგორც ლევან ეხლა ჩვენ აი როგორ რაღაც ვსაუბრობთ თითქოს სერიოზულად არ შეხედე ხო მაშინ სულელი უნდა იყოს თითქოს და რაზე ლაპარაკი არ გავა ზუსტად ეხლა მთელი სოფლიო რას უცდის ახლა ხშირად აი ლაპარაკი საქართველოს ვიბარ შეიძლება თუ არა ტრამპის პოლიტიკა კითხებს ვამბობ ჟურნალისტები ვის აინტერესებს საქართველოს ვიბარ ტრამპის პოლიტიკა შეიძლება თუ არა ხა ჩვენ მართლა სოფლიო ჩიპი მნიშვნელოვან ადგილას კი ვარ საქართველოს ვიბარ კი არ აინტერესებთ ხალხს აინტერესებს დიდი კაპიტალს აინტერესებს ბიზნესს აინტერესებს სოფლიობი მოხდება თუ არ მოხდება და სოფლიო დაკვეთაა რომ არ მოხდეს. ანუ სამართლიანობა გაიმარჯვოს კი არა. ეს ორი შეხვდეს იქ ჩინეთის მონაწილეობით, რო ეს არის და ნუ ეხლა ჩვენ მონაწილეობით და სოფლიო გადალაგდეს ისე რომ სოფლიო ომი არ მოხდეს. არ იყოს ხიფათი. და ეს ადრეც იყო ხოლმე საბჭოთა კავშირიდან ხვდებოდნენ ერთმანეთს ეხვეოდნენ ბრეჟნევი და ფორდი ახსოვს ერთმანეთს ისინიც კი გაუცვალეს. დაბადებული წარიყავი რა ქვია იმას. ამა ბრეჟნევმა უთხრა რომ რა кайის გაცვიაო პალტო იმან გაიხადა პალტო კი რაღაცა ეცვა კოიოტის ტყავის და ამბავი იყო და იმან გაიხადა აჩუქა. აი ესეთი ამბავი რატო იყო? იმიტომ კი არა რომ წყობა მოწონდათ და ის მოწონდათ. იმიტომ რომ შვიდად რო იგზნობდნენ უკვე საფრთხეს იქიდან უკან წამოსვლა. შვიდობა მეტია ვიდრე ატომური ომი. აქ ახლა რო არის რომ ჯობს სოცხლესა ნაძრახსა ამ ზოგიერთ პოლიტიკოს მინდა რომ შევახსენო გმირულად რომ მოუწოდებენ და სიკვდილი სახელოვანიო ის არ არის ქვეყნის გაწირვაზე საკუთარი ინდივიდუალურ გაწირვაზე რომელიც მაინც და მაინც არ გამოუჩენიათ და
აი, ომთან დაკავშირებით საერთოდ ვკითხავდი, რომ პირველი აი ჟურნალისტებმა ჩვენთან რო კითხების დასმა იცოდნენ და მე იაგოს ბევრ რამეში არ ვეთანხმები, მაგრამ აი რაღაც ქართული ჟურნალისტიკის შეფასებისკენ რაღაცნაირად გვაქვს თანხმედრის წერტილები, კითხვას დავუსვამდი ხოლმე, რომ მისი დამოკიდებულება როგორი იყო თითოეულ ადამიანს ჯერ უნდა დაიწყოს ომთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა გავლილი მთელი რიგი პერიოდები, აი როგორ მე შეცდომას და არა შეცდომას არ გეუბნები. რაღაცნაირად შენ უნდა ჩამოყალიბებული იყო, რომ ამაზე უფლება მოიპოვო, როცა ახლა ისრაელზე გადავდივართ და ვლაპარაკობთ, ყველაინ იქ თავისი მოთხოვნები არსებობს, ხო? ასეთი ამბებია. ხო და აი ახლა სოფლიო ამას უცდის და ახლა ეს გამონათქვამები ჩვენ აღვივებს ჩვენს განსაკუთრებულობის ცუდად ზოლას. ახლა მართლა ადამიანი ფიქრობს, რომ ჩვენ ესეთი მნიშვნელოვანი ვართ, აინა ჩინეთი და ის ყოფილა პრობლემა. წარმოიდგინე, იქ არსებობს არგენტინა, არსებობს კანადა, არსებობს, ნუ ჯერ ხო არსებობს, არა კანადა და კანადა არსებობს, აფრიკა არსებობს და თურმე ჩვენ ავართ პრობლემა. ახლა ეს ხო საქართველოსთვის არ ხდება. ეს ტრამპისთვის ეს მესიჯი არის ტრამპისთვის. და ჩინეთისთვის და რაღაცა და მთელი ამბებია იქადა და ჩვენ ახლა მოსახლეობა კი არ იგულისხმება, რაღაცა დერეფანი იგულისხმება, რაღაცა სქემები იგულისხმება. თან ვიცი რა, რაღაცა თვალსაზრისით აქედანაც რომ მიდის ეს მესიჯები, ესე ჩანს. ან დემოკრატია რა არის? დემოკრატია რა არის? რა არის დემოკრატია? დღესდღეობით რაც ჩატარდა ჯერ კიდე არ წასული ადმინისტრაციის შემთხვევაში ამერიკაში და რა დამყარდა განსხვავებული აზრის გამო, იგივე ბულინგები რაც მოხდა, განსხვავებული აზრის, იგივე ომთან დაკავშირებული ესკალაციები. თუ ეხა იმას დემოკრატია ქვია, ეგეთ დემოკრატია ჩვენ არ გვინდა. ჩვენ გვინდა ისეთი დემოკრატია, რასაც ნამდვილად ქვია მამა დამფუძნებლებმა რომ ხელი მოაწერეს, აი ეგეთი დემოკრატია გვინდა ჩვენ. რადგან ისა რა ქვია, მაინც გადავედით ამ თემაზე, ხო? მე მივყვეთ მაშინ და აი ეს კაირა მიახსენე კანადა სანამ არსებობს და საინტერესოა. ნუ ვიხუმრე გაწოყვე. გავიგეთ რომ იხუმრე, მაგრამ იმან არ იხუმრა, მე მგონი ყოველ შემთხვევაში არ ეთყობა იმას რომ ხუმრობს მაგაზე, როდესაც ამაზე საუბრობს. იმიტომ რომ მაგალითად, როდესაც ის ამბობს რომ ნუ კანადაზე თქვა მე განცხადება გააკეთო, რომ რა თქმა უნდა ომსო გამოვრიცხავთო, მაგრამ ვიყიდითო კანადასო. და მე მგონი გრენლანდიაზე თქვა. გრენლანდიაზე იარაღიც არ გამორიცხა. ანუ როცა ლაპარაკობდა, კანადა თავის ნებით ყველაფერზე კანადა თავის ნებით კი, საბოლოო ჯამში ყველაფერზე და გრეცკი უნდა იყოს. საბოლოო ჯამში გახსენდა ეთქობა. ჰოკეისტი ცნობილი და ანუ საბოლოო ჯამში ყველაფერზე თქვა რომ ყიდვაო, მაგრამ თუ სადმე იარაღის გამოყენება დაგჭირდება, მაგაზეც უარს არ ვიტყვით და ესეთი გრენლანდია და პანამა იყო. რომელზეც თქვა რომ იარაღსაც გამოვიყენებთ. მაგრამ ძალიან საინტერესო თვითონ ის ფაქტია, რომ როგორც ჩანს 20 იანვრის შემდეგ რა პროცესიც დაიწყება. ამაზე მაიკ ვოლცმა თქვა ძალიან საინტერესო მისი მრჩეველია უსაფრთხოების საკითხებში. ტრამპის მრჩეველი, რომ ველოდებიო რუკების გადახედვასო. გლობალურად, არა ამერიკისთვის, არამედ გლობალურად ველოდებიო რუკების გადახედვას. ანუ წესრიგი, რომელიც ჩვენ სამყაროში დამყარდა განსაკუთრებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სადაც რაღაც წილ შემთხვევებში არ იყო გათვალისწინებული ადგილობრივი სპეციფიკა და ისე გაიყო საზღვრები, ხო? მაგალითად ავიღოთ პაკისტანის და ავღანეთის საზღვარი, სადაც დღესაც როდის დაიწყება ღია ომი ამ ორ ქვეყანას შორის, ამის მოლოდინში ვართ. ეს ახლო აღმოსავლეთი იქნება ერაყის, სირიის საზღვარი როგორ არის გავლებული და ასე შემდეგ და აფრიკის კონტინენტზე როგორ არის სახელმწიფოები გადანაწილებული. ცხადყოფს იმაზე, რომ მაშინდელი ჰეგემონების ინტერესების მიხედვით იყო დანაწევრებული და სახაზავებით გადახაზული, ხო? და ჰეგემონების და გამარჯვებულების. ხო, და დღეს უკვე ის წესრიგი აღარ არის რელევანტური. და დღეს უკვე სხვა წესრიგის, სხვა გადანაწილების წინაშე ვდგავართ და ესეც ჩვენთვის ერთის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია ეს გვესმოდეს, რომ ეს პროცესი იწყება, როდესაც ის კანადაზე და გრენლანდიაზე ლაპარაკობს, ეს ამას ადასტურებს პირდაპირ, რომ ეს პროცესი იწყება, რომ ყველა ვისაც ინტერესები აქვს დღეს და ამ ინტერესების მათ შორის იარაღის გამოყენებით დაცვა შეუძლია, დაიცავს და გააკეთებს ამას ყველაფერს, ეს გვესმოდეს და მეორე ვიყოთ ფრთხილად, რო არ გადაგვენაწილონ, ხო? ანუ, იმიტომ რომ არ არის ის რაც სირიაში მოხდა სულ რამდენიმე ხნის წინ, როდესაც დაემხოს ასადის ხელისუფლება და უბრალოდ ადგენდა მისმა მეზობლებმა ტერიტორიები მოხაზეს და თქვეს რომ ეს ჩვენია. არა მარტო, მოხაზეს, შევიდნენ და დაიკავეს. არა, ხო, შევიდნენ, დაიკავეს და თქვეს რომ აქედან არც არასდროს აღარ გავალთ. დიახ. აი პირდაპირ განაცხადეს რომ ეს ჩვენია. всё და აქედან აღარ ავპირებ. აქამდე თუ გოლანის მაღლობებს ერქვა ოკუპირებული, ეხლა ქვია რომ ჩემია. კი ბატონო. კი. ანუ ეს არის
საკმაოდ მაღალი, ესე ვთქვათ, დაკიდებული საფრთხე ჩვენს თავზე, რომ ასე არ განგვიხილონ. თუ ჩვენ სახელმწიფო არ ვიქნები, ჩვენ აუცილებლად ტერიტორიად განგვიხილავენ და შეიძლება ლევანს დავასწრებ ერთ რამეს ვთქვი. შენში არაჩას კი იცი, მაგრამ მაინც იგრძნობა, რომ აი თითქოს გაკვირვების პოზიციიდან უდგები აგეთ რაღაცას. არა, პირიქით. ჩვენ როგორ ვართ, იცი? ეს რა გარკვეული თვალსაზრისით აი იმით რა ქვია მაგას. მე აი ერთად ვარ ჩვენ მომსწრე გავიარეთ. იყო ჯერ საბჭოთა კავშირის პერიოდი, როცა ის ინგრეოდა და ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ესეთი იყო გამოთქმა საერთაშორისო სამართალი. და აი ვიძახდეთ, რომ როგორ შეიძლება საერთაშორისო სამართალი ჩვენ გვართმევენ, რას ქვია საერთაშორისო სამართალი. უშიშროების საბჭო. უშიშრო რაღაცები როგორ. ეხლა უნდა გითხარო, არავით არის ხო? რეზოლუციას მიიღეთ. მე ცოტა გაგვიგურდა, მე გავილახეთ მე ტერიტორიას საერთაშორისო სამართალი. ეხლა უნდა გითხარო, ოფიციალურად შეხო ძალიან კარგად იცი. კაი, დიდი ვიყავი, არავით არის საერთაშორისო სამართალი არ არსებობს. უბრალოდ არ არსებობს ეგეთი რაღაცა, რომ მე ხა რაღაცა საერთაშორისო რაღაცა და წახვალ და რაღაცას დაამტკიცებ და ვიღაცა რაღაცას გეტყვის. რაც 1-2 საერთაშორისო სამართლია და როგორც კი არ მოეწოდა, დაიწებე შუგზე უთხრეს ის შედი ის როგორც კი ისრაელზე გადავიდა. ნახე მეორე. ეხლა ამბობ, რომ აი ომი აი რაღაცა და მან გამოაცხადა რუკების ცვლილება იქნება. მან რო არ თქვას ეს და თქვათ ისტორია ვიღაცას არ უყვარს. შეუძლია დაგუგლოს, ეხლა არ გააკეთო ესა და არის ესეთი მსოფლიო რუკა წლების მიხედვით. ძალიან ბევრი უზუსტობაა იქ და აი მიყვები ყოველწლით აი რა კერო იწყება შუბერის პერიოდიდან თებუკა და იცვლება მსოფლიო რუკა. ვერ ნახავ 30 წელიწადს ყველაზე მეტ. 50 აი ყველაზე მეტია რომ რუკა განუწყვეტლივ არ იცვლებოდეს. ეს არის აბსოლუტურად შეიძლება ვიღაცასთვის ვილაპარაკოთ უსამართლო, მაგრამ არავის არ უთქვია რომ დედამიწა სამართლიანობის პრინციპით იმართლება. ეს არის ჩვენ ასეთი რამეა ახლა, ადამიანებში მოგწოდა. მე მომწონს ძალის სამართლით. ხო, არის, ეგრე იმართება. აი ნახე, რომი და სპარსეთი აღეწავდნენ ერთმანეთს 1-600 წელი თავპირს, ხო და სულ იყო და დადებდნენ ხოლმე ეგრევე. სამუდამო მშვიდობა და ალბათ ფაშიდანაც გაოცებულები იყვნენ და 5 წელიწადში ისევ ომს იწყებდნენ და ერთი ამბავი იყო და აბაბიდი და გამოშვიდა გამატარი. 5 წელი. ჰა? 5-6 წელიწადში. 5 წელს გულისხმობდა სამუდამო მშვიდობა, მე ერთმანეთს და ამასობაში ესე იყო მშვიდობა, იქ არაბები მოვიდნენ, ეგეთი ისქნეს, მე ეს ყველა ეს არის ინტერესების ამბავი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ რაში უომობთ, მაგრამ ჩვენ გადავჭით 1000 რო გამოვიარეთ ძალები ზოგჯერ შეცდომები ზოგჯერ რაღაცა ბუნებრივმა სიტუაციამ გვიშველა. ბევრი კომპონენტი იყო. თვისებებმაც გვიშველა, გეოგრაფიამ, კრიტიკულ სიტუაციაში გონიერი ადამიანები გამოჩნდნენ, ზოგა რაღაცა იყო, მოკლედ მოვედი. ჩვენი ამოცანა არის ამაში გადარჩენა, ეს ცუდი სიტყვა კი არ არის და საკუთარი თავის შენარჩუნება. და ჩვენი ამოცანა არის მე ეს ვინდა ეხლა ამჯერად მოფერების გარეშე ვთხრა ამ პოლიტიკოსებს, რომელთანაც ზოგს პირდაპირ მაქვს ეჭვი, რომ წინი არ აქვს საკითხული უბრალოდ და წარმოდგენა არ აქვს. იმას კი არ ვაბრალებ, რომ გინდა თუ არა, ეგეც არის, რომ ფული აქ ამაში აღებული რეპარკს არა, უბრალოდ ვერ მოდის აზრზე, რომ ეს ქვეყანა ამ ქვეყანის ამოცანა ვერ იქნება მსოფლიო ბატონობის თემა. ჩვენ და არ გამოვდივართ მაგ ლიგაში, სადაც მსოფლიო ბატონობენ, მაგრამ არანაკლებ საპატიო ლიგაში ვართ, სადაც შედარი კულტურა, თვითყოფადობის შენარჩუნება, ჩვენი რიგი საქმეები. სამაღალითოები ვართ ბევრ რამეში. ადამიანობა და დედამიწაზე ჩვენი რიგი საქმეები გვაქვს საკეთებელი. ხო ესეთი? აი როგორც რო გადავხედოთ ამ დედამიწაზე. ეხლა ამოცანა მაინც და მაინც რომ ჩვენ ესე იგი შევძვრეთ და გინდა თუ არა ჩინეთი, ამერიკა, რუსეთი და აი ამ სიტუაციებში ხა ჩვენ აქ როგორც ხა მიგვანიშნებს ხა აქ უნდა მივიღოთ მონაწილეობა. ხო და საქართველოში რაზე მიდის იცი კონფლიქტი? აი გლობალიზაცია. ერთი ნაწილი ესე ვფიქრობთ, ამას აქვს არსებობის უფლება და ამიტომ ტრად კი მეძახიან, მაგრამ ნუ გაუმაცხადებენ. მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ გლობალისტურ სიტუაციაში უნდა ჩავერიოთ და უნდა მივიღოთ იქ მონაწილეობა. მე ალალად კი ვონები, რომ მე ეს ამოცანა არ მაქვს. სხვადასხვა ილია რო ახსენე, ილია ჭავჭავაძე. არ უნდა იქ ციტატების ამოღება. და ვინმე რო უყურდა კითხულობდეს, ის ეუბნებოდა, რომ თქვენ ქვეყანას მიხედეთო, სხვადასხვა იქ არის მაგარი სიტუაცია, რომ იქ იტალიაში მოხდა იტალიის საბრუნეში და სტუდენტებმა მიწერეს, რომ ჩვენო გვინდაო, რომ იქ მონაწილეობა მივიღოთ და მომთხრა, აი ბედნიერი ვარო, რომ ეგეთი კარგები ხართო, მაგრამ იქ ასე თქვენ ქვეყანას მიხედეთო. იმიტომ რომ ეს პატარა ქვეყანა არის გადასარჩენი ამ სიტუაციაში. მე სწორედ მაგის ის მინდოდა რა, მაგ ინტენსივით მინდოდა ეს ვახსენე ეს ყველაფერი და ნახე რას ნიშნავს, როდესაც ვოლცი და ტრამპი ამას ამბობს, სწორედ იმ ილუზიების დანგრევა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში აი ეგრეთ წოდებულ გლობალისტებს
წარმოედგინეთ, რომ ერთ მხარეს იყო ხოდა რაღაცა ტიპის სიკეთე, კანადა მინდაო რა მოკლედ მაგას ამან თქვა რომ ყველაფერი არის დამიწებული. ანუ ამან თქვა რომ არ არსებობს ის იდეალები, რომელზეც აქამდე აგებდით ყველაფერს. ამითია საინტერესო ეს განცხადებები, რომ არ არსებობს ეს იდეალები, რომელზეც აქამდე აგებდით, რომ იქ რაღაც საერთაშორისო სამართალი იქნება, იქითკენ კეთილი ქვეყნები არიან რაღაც რომელიც ჯგუფით, რომელიც ზრუნავს ყველა პატარა სახელმწიფოზე სადღაც ჩაგრულ სახელმწიფოებზე და მეორე მხარეს არიან ბოროტები, რომლებიც მოდიან და ყველაფერს იპყრობენ. ამან თქვა რომ არა ეგრე კი არ არის. წესრიგი გავიგეთ, რომ ჩვენი ჰეგემონიის ეპოქა რაღაცნაირად სრულდება, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები. ობიექტურად სრულდება. ხო, ობიექტურად სრულდება, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესები. მონროს დოქტრინა გვაქვს ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში მიღებული, რომელმაც თქვა, რომ დასავლეთ ჰემისფერო ჩვენია და აქ არავის არ შემოუშვებთ. ამიტომ მინდა პანამა, ამიტომ მინდა გრენლანდია, იმიტომ რომ იქ ვიღაცები დადიან იმ არქტიკაში, რუსები და ჩინელები რაღაც გემებს აკეთებენ და დადიან აქეთ-იქით და ჩვენ ვერ დავდივართ. ვოლცმა სხვათა შორის თქვა, რომ რუსეთსო 60 ყინულჭრელი აქვს და ჩვენ მხოლოდ 2-ო და ერთსო ამასთანავე ხანძარი გაუჩნდაო. ამიტომ ეს ძალიან ისეთი საკითხია, იქ ძალიან ბევრი რესურსია კონსოლიდირებული არქტიკის სივრცეში. თავარი რაც თქვა, რომ მონროს დოქტრინა ორი უნდა მოხდესო რა. კი. აი ამ კონტექსტში და ამ ვითარებაში. პირველი ვადის დროსაც ამბობდა და არ აკრიტიკებდა. პირველი ვადის დროს იმდენი პრობლემა ქონდა საკუთარი პარტიის წევრები დაპირისპირებულო პრაქტიკულად ვერც ერთი პრაქტიკული საკითხი და სტრატეგიული საკითხი ვერ გაიტანა. ვასიკოს ძალიან საინტერესო თემას მინდა დაუბრუნდე, ბრძოლა ორ ამბიციას შორის. ჩვენ თავს მივხედოთ და ჩვენ თავი გვეკუთვნოდეს თუ სოფლიო პროცესებში ინიციატორები ვიყოთ და ხა ეს საბოლოოდ ინსტრუმენტად ვიქცეთ გადამოცილებას. სოფლიო პროცესებში ინიციატორება არც არასდროს არ გამოგვსვლია და სხვის ხელში ბრმა იარაღი ვიყავით და რაც ყველაზე მთავარია, სულ ვაგებდით. ამ თამაშში სულ ვაგებდით, სულ კარგავდით. და სულ ნადგურდებოდით, ფიზიკურად ხვდებოდით რა. აი მიდიოდა გენოციდის დონემდე მივდიოდით, იმიტომ რომ ვართ პატარები, ძალიან პატარა ადგილზე ვართ და კი გეოგრაფიულად ძალიან კარგ ადგილზე ვართ, მაგრამ ჩვენ აუცილებელია რომ ჩვენი იმდენი გვაქვს სამაგალითო. ეხლა სულ ფიქრობ ხოლმე, ხო, აი ამდენი ასეთი იმპერიების გვერდზე და ერთი გამქრალი იმპერიის გვერდზე გადავრჩით რა. და სად არის ეს გადარჩენის საიდუმლოება? თვისებებშია ჩვენში, სწორაზროვნება და რაღაცები უცებ რომ მე დიდათ ვერ ვიტრაბახებ, რომ საქართველოს ისტორიის კუთხით ძალიან ბევრი რამე მომსწრე ვარ, მაგრამ ისი მომსწრეც ვარ, ხო? აი და ფიზიკურად მომსწრე ძალიან ბევრი რამე პრაქტიკიდან შევიძინე, რომ ჩვენ ძალიან ვიცით ისტორიიდან გაკვეთილების გამოტანა. აი ჩვენ ძალიან ვიცით ეს ამბავი. ძალიან სერიოზული გაკვეთილები გამოვიტანეთ გეორგიევსკის ტრაქტატიდან, ძალიან სერიოზული გაკვეთილები გამოვიტანეთ სამოქალაქო ომიდან, ძალიან სერიოზული გაკვეთილები გამოვიტანეთ რევოლუციებიდან. პრაქტიკულად ჩვენ ქვეყანაში კონსენსუსია იმ ამბავზე, რომ რევოლუცია აღარ მოხდეს. მიუხედავად იმისა, ვინც არ უნდა ურტყას თავის თავი და გინდაც თქვა პარლამენტის შენობას, საზოგადოებაში არის ეს რატომ აი გეტყვით კითხვა მაქვს, რატომ აღარ ისვრიან პიტარდებს? იმიტომ რომ საზოგადოება, მათ შორის ის საზოგადოება, რომელსაც გეტყვით, თორე იშოვდით ამ პიტარდებს. რა თქმა უნდა, და ფულსაც იშოვდით. კატეგორიულად წინააღმდეგია ესკალაციის, კატეგორიულად წინააღმდეგია დაძაბულობის და კატეგორიულად წინააღმდეგია შევარდნის, გამოვარდნის და ისიც მიხვდნენ, რომ იმ შევარდნაშიც არაფერი არ ყრია, აგერფლად ვაშინგტონში შევარდენ და არაფერი არ ყრია იმის გარდა, რომ დაისაჯენ ის გულანთებული ადამიანები. ხო, ესეა. ჩვენთანაც მოსულია ეს ძო და ამ თვალსაზრისით და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მივხვდეთ ჩვენ თვითყობადობას, ჩვენ კულტურულ მემკვიდრეობას მივხვდეთ, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ღირებულება, ეს არის ზუსტად ის, რამაც ჩვენ გადაგვარჩინა. ჩვენ გადაგვარჩინა ჩვენმა დამწერლობამ და ენამ, ჩვენ გადაგვარჩინა ჩვენმა ეკლესიამ, რამაც ჩვენ გადაგვარჩინა ამხელა იმპერიების გრევის და აგერ საზღვრების ყოველ 30 წელიწადში ცვლილებების ფონზე. ჩვენ მე მეცაც გეტყვი, შეიძლება ძალიან ინტრიგნული ამბავი და ვიწყო, მაგრამ ამასწინათ ერდოგანმა თქვა, რომ ჩვენი იმპერიის დამასკო, ჩვენი იმპერიის ქალაქი იყო რა. პირდაპირ გამოაცხადა რაღაც დიდ შეკრებაზე და ეხლა და პირველი მსოფლიო ომისო
იმას შედეგებს უნდა გადავხედოთ ამას იძახის ამხელა ჩვენი მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ერთ-ერთი სერიოზული მოთამაშეა რა ამ რეგიონში. ხო და იმ შენი პირველი მსოფლიო ომის მერე თურქეთში ვიღაცას თავში ბათუმის ამბავმა რო გაუადო, სად მივდივართ მე ჩვენ. ამხელა ტექნოლოგიური ომების ფონზე და პირდაპირ გეტყვით რა, კოსმოსური ომი მიდის რა. პირდაპირ მიზნები არის კოსმოსიდან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამისთვის მზად, ამიტომ ჩვენ ისე უნდა მოვუაროთ ჩვენ თავს, ისეთი დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენ ყველა კონკრეტულ გადაწყვეტილებას. და ზუსტად ეხა უნდა ჩავრთოთ ის სუვერენიტეტი, რომ ესეთ რამე არ დაგვემართოს. ხო, მაგრამ აი ესეთი სიცანცარი არ დაგვემართოს, რაც კინოში დაგვემართოს. ოპონენტი ამ შემთხვევაში გვეტყოდა ალბათ, რომ იმისთვის რომ გადავრჩეს სწორედ აი იმ კოლექტიური უსაფრთხოების სისტემების და რაღაც პოლიტიკური კოლექტივის. და არ გვიღებენ, კაცო, ეხა ვერ ჭკუას თუ ვისწავლეთ, ეხლა ვერ გავიგე მართლა და მართლა რა. არ გვიღებენ, მაგარი ბიჭები არიან, ვინ შიგნი არიან და იქიდან რაღაც თითებს ჩვენი ამბავი. აი ხო გეტყვი. როგორც კი ჩვენ ვიყავით და შემიძლია ჩამოგთვალო თოდა მაქვს პრეტენზია რომ ვიდა ისტორია ვიცით როგორც კი ვიყავით რომ ჩვენ უნდა ვიღაცის იმედზე ყოფილიყავით 100-დან 99%-ში მაგრა წავაგეთ აი როგორც კი რაღაცა დავკარგეთ აი ხელშეკრულება იყო ხა უნდა გითხრა რომ ბიზანტია უნდა დახმარებოდა იბერიას და იბერიის სამეფო არ დაეხმარა არ გინდა მე იქ უნდა დახმარებოდა და იქ რაღაცა ყოფილიყო და იქიდან ვეღარ გამოგზავნა იქ ლუდოვიკო ვერ გამკაი არ გინდა აგერ ახლა რო თქვა აგერ ხელშეკრულება ქონა აგერ ერეკლეს დადებული აი გაფორმებული პირველი ყველა აქ ესე იგი ჩვენ სინდისზე იყოს ჩვენზე ფლიანად ჩვენ მე როგორ ვაფასებთ ამ კაცს და რაღაცას ეს ერთ-ერთი ამბავია ჩვენ აგვიჭირს ხა იმისი არ იყოს ერთმანეთს ცხადია რომ ამას ვაკადრებთ ხა კაცი იმიდან არ ჩამოსულა ცხენიდან ეს თავი დავანებოთ მაგრამ მეტი რა შეიძლება იმიტომ კი არა რომ მოტყუდა აი სხვა გზა აღარ იყო და დადო ხელშეკრულება რომ მოხმარებოდნენ ოღონდ იმედად ისევ სხვა ქვეყნის კი სხვა ქვეყნის უნდა მოხმარებოდეს და ერთი 5000 კაცი რომ მოხმარებოდა ზარბაზნით და რაღაცით ნუ ჩვენ რო ვალაგებთ გადავრჩებოდით მაგრამ ამ იმპერიებს ერთმანეთში სხვა სიტუაცია ქონდა ჯერ შენ დაიწრეთ სისხლისგან და მე მეორე წელიწადს ესე კი არ იყო მეორე წელიწადს წამოვიდე რუსეთი და მივიდე ეგერ და სპარსეთში ჩამოვარდო მაგრამ შენ მე უკვე ასე იყავი დაჩენილი სხვა თამაში ეს ელემენტარული თემა არის იმიტომ რომ სანამ ფეხზე იდექი არ უნდა მოხლა ავია კარგია აგერ შევხედოთ ნუ ვერ გვეხმარებიან თორე აი კოლექტიური უსაფრთხოება სადმე არ მივედით ახლა მე რო არ თქვა ეს არა რაც საქართველოს ავღანეთში გაიყო ხო ამიტომ გაიყო წვლილი ახლა ჩვენი ეს ავღანეთი ხო ჩვენი წევლად იქცა რა ყველა სიტუაციაში ეგერ იმიდან მოყოლებული ავღანეთში გვიწევდა ჩვენ ომი ხო ახლა გადახედე შუა საუკუნეებსაც მაგრამ ავღანეთში საქართველოს რო გამოიჩინდა და მთელი ქვეყანა როგორ ვიყავით ჩვენ აი და ეს რა იყო ჩვენი სამაგალითო ბიჭების და გვირების წვლილი რომ გვეჩვენებინა რომ კონტრიბუციით მთლიანობაში მეორე თუ მესამე ქვეყანა მივიღებდით იმ საერთო უსაფრთხოების გარანტიას. აბარა, ყველა ბევრ ნატოს ქვეყანაზე 10 მეტი და ყველა რად გამოვიჩინეთ რომ აი გვეჩვენა. ნუ მაინც თითქოს მზად არა ვართ იქ მე განა არ მესმის ახლა ამაზე გამბრძება კი არ შეიძლება. რაღაცა ცოტა შორსა ვარ, ცოტა სიტუაცია, ცოტა ეგეთი ცოტა ამბავია, ცოტა იქ თურქეთია. ნუ ვერ მიგვიღეს თორე აგერ არა ვარ. არა, ვერ მიგვიღეს, მაგრამ ცუდი ის მოხდა რომ ასიკო თივასავით დაგვიკიდეს რა. აი 1-4 დღის წინ ითქვა პირველად და ისიც ტრამპმა თქვა რა რომ პირდაპირ მესმისო უკრაინის მაგალითს ეთქვა რატო არ უნდა შევიდეს უკრაინა ნატოშიო პირდაპირ მესმისო და იმ მოლაპარაკებაზე გულწრფელად ძალიან კი არ მინდა რომ ესე მოხდეს მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ესე მოხდება საქართველოს ნატოში შესვლა არ შესვლის საკითხიც როცა პუტინი და ტრამპი ერთმანეთს რომ იქნება ამაზეც ლაპარაკი ახლა თუ ამასში ვინმე არ არის დარწმუნებული ნუ მე არ მგონია რომ საქართველოს არ იქნება რეგიონზე იქნება ასე ფაქტი რომ სად მოკლედ ერთმანეთს ნატოს გაფართოებაზე იქნება ვაგზელებთ ერთმანეთთან თუ არ ვაგზელებთ კი ნატოს გაფართოებაზეც არ იქნება მე ამაზე მაქვს ამბიციები და ესეთი წესრიგი მინდა მომავალი 30 წელიწადი შენს აბსოლუტურად მართალი მგონია რომ ამაზე ესეთი ამბიციები გაქვს და ესეთი მაგრამ ამ ქვეყნებს რა ეშველებათ ხო ვერ შედიან საერთო უსაფრთხოების იმაში რა ეშველებათ და რაღაცა უნდა ეშველოთ თვითონ
მოიფიქროთ. შემდეგ ის მოცემულობა, რომელშიც შეიძლება გადარჩინოთ. ჩვენ ამაში უნდა ვიყოთ ძალიან სწორად მაფიქრალი და ძალიან სწორად გადამწყვეტი. ისე როგორც ავალი არ არის, ლევან, აი რა ამაწუხებს, იცი, ერთმა აი დიდი იმით აი სულ განა, იმიტომ რომ ხმის ამაღლება არ შეგვიძლია და წივილკივილი და შეგვიძლია და გაგვივლიეს, მაგრამ ერთმანეთზე მოღალატეობის ძახილი ეს არ არის ეს ფიქრს უშლის ხელს. აი ამ ადამიანებს დიდი პატივისცემი, გინდათ რომ მოდიან და უკაკუნებენ, აი რაღაცნაირად შეხვდებოდი, აი დაждდომად ნახე რა არის, დიალოგი დაიკარგა. დიალოგი კი არ ნიშნავს, რომ გინდათ თუ არა დებატი იყოს. აი ადამიანი იქნება, ესე არ არის და რას უშვებთ იცი ჩვენა რომ ესე იგი ერთმა ქონა დაუშვა რომ მეორე ნაწილი რატოღაც არის მოღალატე და ეს ავიჩემეთ რომ უნდა ჩელიაბინსკი. აი რაღაცა სიტუაცია, აი თან როგორი აბსურდია იცი, აი აბატიე რა მიყვარს ხოლმე მაგალითი და ინკვიზიციის დროს, ინკვიზიცია რო იყო ბრალდებები იყო და წავდნენ მე კოცონზე რა თუ ვერ გაიმართლებდა თავს რომ და ბრალდება იყო ესეთი აბსურდული და ბევრი ამით გასამართლებული რომ ამას ჰქონდა ეშმაკეულთან კავშირი დილით ბოსტანში ჰქონდა სექსუალური კავშირი კურდღელთან ეშმაკთან რომელიც კურდღლის სახით იყო მოსული აი მეზობელთან კავშირს კი არ აბალებდნენ რომ ამას გაემართლებინათ კურდღელთან ჰქონდა დილით თუ აბსურდი იყო და მე წავდნენ კოცონზე ახლა ბაშობოდი. ნუ ახლა შეუნდა დადგე და იმართლო თავი რომ აი რუსეთთან არა გაქვს რაღაცა ინტერესები. თან ახლა აი ფიქრობ რომ არ დამყოფივარ თუ გონი 30 წლისი ვიყავი ბოლოს არაფერი კავშირი. ღმერთი ჯული არც იმას არ ვავტყუნებ ახლა რო უყურდება ზოგს ბიზნესი აქვს ერთმა გაუმარჯოს კაცო თუ აქვს თავი საქმე მართლა თვითონ იზის ზოგი ყიდის კითხულობ ახლა და ადგება ეკონომიკას ვასიკო არ ვთქვა რომ ეკონომიკა ყიდის ზოგი რაღაცა თეატრიდან იღებს ფულს ზოგი მღერი ზოგი ფეხბურთს თამაშობს ზოგი რაღაცა და მომდგარი ხარ აი მოტრიალებული ხარ ის ასტუმროებში ჩამოდიან ხო აბა რაღაცნაირად არის დგანან ტაქსში ჯდებიან ხო და მე ხლა გახარდა იმიტომ რომ მე რაღაცას გელაპარაკები და იმიტომ რომ მე ბეშინია იმიტომ რომ ვიცი და არგუმენტი მაქვს იმაზე მეტი არგუმენტი მაქვს რომ ბუჩქში ემალებოდა რომ ეს რუსი რისი გამკეთებელია 9 აპრილს მინახავს ის ნიჩაბი მინახავს ომი მინახავს არ ვლაპარაკობ მინახავს ვიცი რისი გამკეთებელია იცი ხოლმე არის გამკეთებელი და ვეუბნები რომ იქნება აი თემუკ ახალგაზრდა ეს აიცილოთ აგერ ჩანს მიმდინარე ხორჩე გამჩნევებულა ეს ომი მიმდინარეობს აგერ უკრაინაში აგერ ქვავს რა წისქვილი რომ დაატრიალა და სვარ მეჩქარებოთ კიდე 2 წელი გავაგზელებო 3 წელი გავაგზელებო და ეს ომზე აწყობილი ქვეყანა არის. ომზე აწყობილი და ამასე რატო ვიდეც არ მინდა ხა დავასახელა აი იყო ერთ-ერთი გაერთიანებაზე ან თქვი არა კაცო აბა მე ჯარი რა თქინდა თუ არ აი სერიოზულად ლაპარაკობდა ერთი ჯარი რა თქინდა ახლა იმ 2 წელს ვიყავ და ერთი დამენახე შენს ხა ფორმაში ამხნის 30 წელია რო უყურებ ერთხელ მენახე და მეორე წეთი როგორ რა თქინდა ჯარი რომ მინდა ამის გამო უნდა დავეტაკო ამ უბედურებას აგერ უკრაინა და ნახოთ ამოდენიმე დღეობა ეს არის ტრაგედია. როგორ დამთავრდება უკრაინის ამბავი. ჩვენ რა ვიცი წინასწარ, მაგრამ რაც გამოჟონილია ხო ეს არის, ანუ რასაუბრებია ტერიტორიები დაივიწყე, ეს დაივიწყე და ნახოთ აბა რა შედეგებით დამთავრდება. მილიტარიზაცია დაივიწყე და კიდევ რაღაცეები კიდევ დაივიწყე და დაგრჩება ეს ნაომარი მილიონი ადამიანი ფსიქიკა შერყეული ანგელოზები, გოგოები და ბიჭები არიან, ხო? გენოციდი პრაქტიკულად 10 მილიონი კაცი თუ 12 უარს აცხადებს ჩამოსვლაზე, ამის ეკონომიკა ვის გაახსენდება, როგორი იქნება და აი ეს ამბავია. ხო და ეს თემა არის. ამას ახლა ეს რო ეთქვა 2 წლის წინ. ნუ ახლა ეს იყავი, მაგრამ ახლა ხო რეალობა დიდი ბიჭები ლაპარაკობენ, ხო? თან ხო აგერ არის, რა ვიცი, 100 წელი ხარ გავიდა, ხო დაგვაკარგვინეს 21 წელს სახელმწიფოებრიობა, რა თუნდა. კიდგენ ისა გერმანული გემებიც და ინგლისური გემებიც და არის ხამჯიღი და ამბავი და მიდით და სად მივედით, დავკარგეთ სახელმწიფოებრიობა, დამთავრდა საქართველოს სახელმწიფოებრიობა 3 წლის განმავლობაში. ეხლა რატო უნდა მოვიქცეთ ისე აი მე სულ ამას ვიძახი ეს ეგრეთ წოდებული ანტირუსები ისე იქცევიან რომ საბოლოო ჯამში რუსეთს მეტი სარგებელი ხვდება ამ ანტირუსული მოქმედებებისგან ვინემ საქართველოს ვინემ ჩვენ და ეხლა რო დაუწყო იმას კამათი რომ აბა რომელია ეხა ჩვენ შორის აგენტი შენ ხარ თუ მე შენი საქციელით ესეთი უბედურებები მივიღეთ და ამდენი ტერიტორიები დავკარგეთ და ამდენი ადამიანი გავანადგურეთ და ჩემი სიფრთხილით და იყოს ეს სიფრთხილე და სიდინჯე და საფრთხის სწორი დანახვით უფრო სტაბილურობის შენარჩუნებით
ორციფრიანი ეკონომიკა მივიღეთ, რომელი ჯობია საქართველოსთვის. აი ახლა მე არ მესმის, ხო, მართლა არ უნდა იყო ამ ქვეყანაზე, რომ აქ საერთოდ შედარების კითხვაც კი დასვა რა. ლევანმა დამასკო ახსენა. და ჩვენ ესე აბსოლუტური იმას ვლაპარაკობთ, ხო? გასაგებია გაეროში აღიარებული საზღვრები და მაგრამ ახლა მომშვიდ კიდე არის სიმართლე. ჩვენს თქვათ, ახლა ჩვენი ამბავი შეიძლება საჯაროდ არ ვაუთ, ყოფთის ამდენი პოლიტიკური გამოცდილება, მაგრამ სადღაც უფრაზე ჩვენს გაგვხსენებია ხოლმე რაღაც ტერიტორიები, ხო? საქართველოში არის რაღაც სიმღერებიც არის. ეს უკაცრავად პასუხია საქართველოს მიმართაც ჩვენ კი ეს გონია საქართველოს არის შეიძლება რომ შემოევლოთ დიდი პატრიოტიზმით მეზობლებისადმი მაგრამ ადამიანები ესე ვართ მოწყობილები აი სოფელშიც კი ესე ხარ მოწყობილი ზოგჯერ ძმა და ძმა მიწას რაღაცნაირად ესე უყურებს უცებ შეიძლება ბევრი სიზმარი და ბევრი რამე გაახსენდეთ ეგ ბათუმი არც ბევრი ჩვენ გარშემო ყველა მეზობლებს რაღაცები და ერთი თუ შენ ფეხი წამოკარე მაგას ვამბობ. და ერთი თუ დაუწექიო, მე ისე გაგთელავსე, როგორც დიდო ირილია კი დაბაცავეს ილია ჭავჭავაძე. კი ბატონო. ნუ ეგ დაემართა სირიას. სირიას რაც დაემართა. სახელმწიფოებრივი, იმიტომ რომ იქ აღმოჩნდება რომ ვიღაცა თავის მოქალაქეების ინტერესებს იცავს, იქ ვიღაცა რაღაცას იცავს, იქ ვიღაცას ახალციხე გაახსენდება, იქ ვიღაცას რაღაცა. არა, შენ თუ ველიძამ ეგეთ სოჩა. როგორც კი შენ სახელმწიფოთ არ განიხილავენ იქ დამთავრდა. თუ გინდა მომისმინე გაправებას მე არაფერი არ უნდა. არც კანადის ვინ თხოვს გაправებას თურქეთ სირიის ტერიტორიაზე? აი საერთოდ ვინმეს დაცდენია კითხვა რომ რატო წაიღე? აი ვინმე მიკი გაправება არის ის საიდან დავიწყებ გაправებას? თუ რასაც გინდა არა იმას ხო საიდან ახტები საიდან დაიწყებ თორე გინდა დროდან გინდა ლოგიკიდან რომ მოიგონა კანადა რატოა ეგეც რა ხა დამოუკიდებელი იმიტომ რომ ინგლისმა და ამერიკამ დადეს ხელშეკრულება ინგლისმა მოიგო იქ რაღაცა და ის იყო თორე რო არ მოიგო განეკთებოდა გრენლანდია რა ახლა დაიბადა დანიაზეა ბიბული დანიამაც ნუ აითვის 57000 კაცს ცხოვრობს მაგრამ ის ადგილობრივები იქ ადგილობრივები გინდა რომ ესე გრენლანდიას მინდა დამოუკიდებლობას გამოვაცხადა აბამ კუც აქიდან გინდა აქიდან და ახლა თუ მაინც და მაინც აი მარტივი მაგალითი რო ავიღოთ ხო ეს კოსოვო მაგალითად გაეროს საერთოდ არ აქვს აღიარებული და ევროკავშირი მის წევრობას განიხილოს ეს რა მედი რა გინდა ახლა მოკლედ ეს დედამიწა სიმართლე და დრო მიდის რაც ყველა სიმართლე არის ახლა რო ახსენა ის მოგწონს თუ არ მოგწონს ეს ძალასთან არის ეს წდება თელი კაცობრიობის ისტორია ძალის სამართალია ერთ თემასთან აფერი დემოკრატია სამართალია ერთ თემასთან მინდა დავბრუნდეთ ჩვენს შიდა რეალობასთან მიმართებაში იმიტომ რომ წეგან იყო ეს საკითხი წამოწეული ოღონდ არ წავედით იქითკენ ესე იგი ერთი მომენტია რომ კი ბატონო ეს პროტესტი მიმდინარეობს და რაღაცა ვთქვათ რაღაცა პრეტენზიები აქვს რაღაცა ვთქვათ ხმაურია რაღაც საფუძველი აქვს თითქოს და ასე შემდეგ მაგრამ თავარი საინტერესო რა არის რომ სულ ისმის ის საკითხი რომ თითქოს ეს ყველაფერი თვითორგანიზებული ვიღაცები მართლა თვითონ გამოდიან აქ აპროტესტებენ და თითქოს ეს პოლიტიკური აი წეგანაც ვახსენეთ ხო ეს პოლიტიკური სუბიექტები არ ჩანან პროტესტზე ხო ხალხს არ მიმართავენ რაღაცა თქვა განსაკუთრებულად არ აქტიურობენ თუმცა ოპოზიციურ არხებზე მხოლოდ ისინი ლაპარაკობენ ის ხალხი რომელიც თვითორგანიზებულია იქ არ ჩანს პრინციპში რო ავიღოთ ხო ანუ ის რაზეც მუდმივად მიდის საუბარი პროტესტი თვითორგანიზებულია და თვითონ უნდა ხალხს ის ხალხი იქ არ ჩანს ასე ვთქვათ ხო სტუმრებად იმ ხალხს არ ეძახიან იქ ეძახიან იმ პოლიტიკოსებს ვინც ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში მთავარი ბენეფიციარია ამ პროცესის ხო და როგორ არის ეს ყველაფერი ანუ მართლა მართლა არის ეს რაღაცა გულანთებული და გულმხურვალე თუ როგორ არის თუ ვიღაცას არ ესმის რა პროცესის მონაწილეა ყველაფერი ერთად არის ზოგს არ ესმის რა პროცესის მონაწილეა გულწრფელად არ ესმის და პირდაპირ დობა გამოცხადებული მატყუარა ტელევიზიებზე პირდაპირ უნდა ვთქვა იმიტომ რომ ეს მატყუარა ტელევიზიები მთელი ცხოვრების განმავლობაში გამდევს მე და თავი რომ მოქონდათ ნიმუშებად ჟურნალისტიკის და ორივე აზრი უნდა იყოს დაფიქსირებული და ჩემი ახალგაზრდობის დროს და ჩვენ რო პარლამენტის დეპუტატები ვიყავით ვერაფერი შეიძლებოდა რაღაც დომინანტური აზრი გაეტანებიან რომელიღაც ტელევიზიას მაგრამ იქ რომ მეორე აზრი არ თქმულიყო ეს იყო როგორი ამბავი იყო შეიძლება პარლამენტის ტრიბუნაზე ადამიანი მოსულიყო და თქვა რომ აი იმ ტელევიზიამ ცალსახად ილაპარაკა ეხა პირდაპირ ოპოზიციური ტელევიზიები პროპაგანდისტულ მანქანებად არიან გადარჩენილი და სხვა არაფერი არ დაგჩენია სხვა ტელევიზიას რო თქვა რომ ვაიმე ესენი ამათმა ეს მართლა იარაღად გამოიყენეს ამიტომ
ეხლა იარაღია, იმ კონკრეტულ შემთხვევაშიც იარაღია, ნახეთ, ადამიანებს, ვისაც უნდათ რევანში და დამხობა, იმათმა უნდა გამოიყენონ სხვა ადამიანების ენერგია. იმ სხვა ადამიანს ვერ დააწინაურებენ საჯარო თვალსაზრისით. ვერ იზამენ ამას. ამიტომაც თვითონ რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ყველაზე ხშირად თვითონ უნდა იყვნენ ტელევიზიებში და მათი მესიჯები უნდა ისმოდეთ, მაგრამ იმათი როგორც ყველა რევოლუციაში ხდება, გამოიყენებენ გულწრფელ ახალგაზრდებს, ზოგს არაგულწრფელ ახალგაზრდებს, მოტყუებულ ახალგაზრდებს და მერე ისინი იმათ უტრიალდებიან, მაგრამ ეს უკვე არის გვიან. ვარდების რევოლუციის დროსაც ეს მოხდა, რამდენი ვარდების რევოლუციის მონაწილე ჩვენი ერთობრივი გაერთიანებული ოპოზიციის წევრი იყო, რამდენიც გინდა პარლამენტში რამდენი გადავიდა იმ წუთში ოპოზიციაში, მარტო კობადავითაშვილი რა დღეს აგერ რო ვახსოვთ, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური თუ ვინმე ცემეს აჭარაში კობაცემეს და აჭარიდან დაიწყო ვარდების რევოლუცია. აი გულწრფელად თუ ვინმე ცემეს იმ აჭარაში ეს იყო კობადავითაშვილი და ისეც ცემეს რომ არ ვიცი ადამიანს ვერ იცნობდი. მაგრამ მისი გულწრფელი ტოლოა მართლა აი კორუფციას შევარდნების პერიოდს აი ძალიან გულწრფელი მაგრამ არ იყო გასული სულ რაღაც 9 წელიწადი რომ პირველი ოპოზიციონერი გახდა იგივე პარლამენტში და იგივე უფრო რადიკალური მოთხოვნებით წამოვიდა და ასე შემდეგ იმიტომ რომ ეს ყველაფერი ეს და სხვათა შორის ესეთი ადამიანები პირველი წინააღმდეგები იყვნენ იმისთვის რომ ჩვენ ან დამხობის ან რევოლუციის ლოზუნგები გვესწოლა. გამორიცხულია. იძახოდნენ და ჩვენ ერთად თანხმდებოდით ამაზე. თუ ხელისუფლება მეს ამხელა მუქტი, ამდენი ხალხის რაოდენობა ვერ დაინახა, ეს ისე აკუმულირდება, რომ მაინც შეიცვლება ხელისუფლება და ესეც მოხდა 2012 წელს. მოვიდა უზარმაზარი ხალხის მოთხოვნილების შედეგად ბიძინა ივანიშვილი და დამთავრდა ის ჯოჯოხეთი, რასაც მართლა ჯოჯოხეთი ერქვა. დღეს რო იძახოდნენ, რომ დღეს რომ იძახიან, რომ პოლიციამ ძალას გადაამეტა, კი ბატონო, შეიძლება სადღაც გადაამეტა, მაგრამ შენს თავი დაანებე სამართალ დამცავ ორგანოს. იქით ნუ უტევ, ნუ ესვრი. იყავი მშვიდობიანად, იყავი ჩუმად და ეხლა თქვენ იმაზე პასუხი ის არის, რომ გამომდინარე იქიდან რომ ამ პოლიტიკოსებს უნდათ ისევ ხელისუფლებაში მოსვლათ, თან ხელისუფლებაში მოსვლა არ უნდათ ელექტორალური თვალსაზრისით. მაგის რესურსი არ აქვს. კონტროლის ჩაგდება უნდათ არჩევნების პროცესის ხელში. ასე უნდათ ხელისუფლებაში. მე ეს არ არის გავიარეთ, მაშინ ეგ არის რეპრესიებით მართვა. რეპრესიებით მართვა და პირველი რეპრესიები ამ ახალგაზრდებს დაატყდება თავზე. პირველი რეპრესიები. მე საერთოდ მინდა რომ თუ ახალგაზრდები მაინც პოდკასტია და ნახავენ ამას, რა ვიცი, ნებისმიერ დროს მზათა ვარ, სადაც უნდათ, რომელ აუდიტორიაშიც უნდათ, უნივერსიტეტის, სხვა უნივერსიტეტის შევხვდე და შევიდე მათთან დიალოგში და მართლა ჯანმრთელი კამათი გქონდეს მაგათთან. მე ჩემს სათქმელს ვეთყვი და ჩემს სიმართლეს ვეთყვი და იმათ სიმართლესაც მოვისმენ, იმიტომ რომ რამოდენიმე შევხვდი და რო ვკითხე რომ აგერ დადიხარ, რატომ მიდიხარ? იმიტომ რომ ჩემი მეგობრის მეგობარი დაიჭირეს. შენ გინდა რომ ეს ხელისუფლება დაემხოს? არა, არ მინდა. მე მივდივარ წყლა. შენ გამოსულ ხარ ოდესმე ტელევიზორში მიკროფონი შენამდე მოსულა რაღაცა მესიჯი. არა, ისე სულ მინდაო რომ მოვიდესო და ვთქვა რომ მე არა ვარ რევოლუციის. არა, მე ვთქარ იმიტომ რომ შენ ჩვეულებრივად როგორც ერთ ადამიანს და ანგულანტებულ ადამიანს გიყენებენ. აი ნელ-ნელაო დავიწყეო მაგის მიხვედრაო რა. ესეთებიც არიან რა. მაგრამ რო გითხრათ რომ ეხა ეს აქციები ისეთი კრიტიკული რაოდენობის ხალხით და იმით ხასიათი არავითარ შემთხვევაში რევოლუცია და კრიტიკული რაოდენობის ხალხი ჩანს მხოლოდ მედიაში, სხვაგან არსად, ფიზიკურად ქუჩაში არ ჩანს. არ ჩანს, იმიტომ რომ არ არის. და იქ რო შეიძლება რომ ფეიკის მეშვეობით გამოაჩინო, იქ ჩანს. და ამიტომაც არის მთელი საზოგადოება დასტრესილი და დამძაფრული. თუმცა მე ვიტყოდი რომ აი მუხტი რაც არის აქციებზე, ნუ ზოგიერთ შეიძლება ისე არ გამოდის და ნუ ისევ გეუბნები ხა ახალგაზრდა თუ ძველგაზრდა რო არიან. მე აი ნუ ურჩევდი არ არის აი ისე თქვა რა, ნუ მაგრამ ნუ ურჩევდი ესე რომ აიგივე ტელევიზიასთან მოდიან ჩვენთან ყოველ დღე, აი მოგიცი ხალხის ხმა. ეს არის სწორედ ის მომენტი და მე ბოლომდე არ ვიზიარებ შენ იმას რომ ეს ვერ მოესწრებოდა, როდესაც ეს უნდა პოლიტიკურად გაფორმდეს. იმიტომ რომ ნახე, აი ქუჩაში ვართ და რაღაცა იდეა გვაქვს, თუნდაც ის იდეა რომ ოცნება არ უგიდათ. მე თანათან კიდე გამოიჩნდება ხა მე მარცხენა ხარ მე მარჯვენა რა.
ეს აუცილებლად ითხოვს რომ ჩამოყალიბდეს რაღაც ჯგუფი რომ მათ შორის მე ტელევიზიას გეტყვი ახლა ჩვენი აი ნიუს ველაპარაკებ რომ ვის დაველაპარაკო რომ ეძახი ხალხი აი რომ მოვიდეს იმასთან მიკროფონი ესე ქუჩაში ხო ვერ ივლიე მართლა პირდაპირ ესე ჩანს და ანდა რო ეყველაბა რას ფიქრობდა თუ არ გაფორმდა თუ რაღაცა მაინც არ იცი თუ სახელი აკია რომ აი რომ მოვიდეს რომ შენ მაქსიმალურად შენი ჯგუფი წარმოჩდეს ეგეთი საუბრით ახლა ტელევიზიასთან როგორც დღეს არის რომ აი მე თეგორა მოვალახლა აქედან თან გაურკვეველი სიტუაცია ზოგანი სხვა ტელევიზიის ფლობელია ზოგან რაღაცა უნდა ის აღარ კიდე მოიყვანო ეს არ მომიყვანო მე როგორც გეტყვი ისე მომიყვანო მე რასაც გეტყვი ის მკითხე ეს არ არის ფორმა ეს ძალიან ნორმალური სიტუაცია იქნება და აი ახლა ეს ითხოვს ერთადერთი გაგრძელება მე ამას ესე უყურებ თუ ექნება რომ ამან მიიღოს პოლიტიკური სახის თუნდაც ჯერ დასაწყისი თუნდაც რაღაცა მოძრაობის სახე მიიღოს რომ გამოჩნდეს როგორ ელაპარაკება შენ რო თქვი აი გამომბები რო დაიწყო და მე შენი არჩევნები და იმით რო დამთავრდა ეს ხოდელანელა შემოიკრა რაღაცა პასუხისმგებლობა იყო პოლიტიკური მოთხოვნები იყო პოლიტიკური სტრუქტურა ჩამოყალიბდა ეროვნული ფრონტი ერქვა აი ხო რაღაცა ერქვა იმიტომ რომ აი თქვა არჩევნები მინდა აი მაგალითად საინტერესო იქნებოდა აქაც მოვიყვანდი სხვაგაც როგორ გინდა ეს არჩევნები ხა ჯერჯერობით მე რასაც უსმენ თითქოს ეგეთია რომ ოცნება ორთქლდება და მე ვიღაცები მოვლენ და რაღაც არჩევნები მოვლენ CSGO-ში ხო ესე ხო ვერ მოხდება ახლა რა ანუ ამიხსნა უნდა როგორ მოხდება აბა რომელ მოხდება აბა რა მოხდება თუ ეს წახვალ ხო მაგაშია საქმე ანუ მთელი ამბავი რა იქ არიან მე უყურებ ახალგაზრდები აქტიურები არიან უნდა მთელი ამბავი რაში მდგომარეობს ახლა მან ხო კი ეგ მე ყველაფერი მესმის და კი შეიძლება რაღაცა დროში გადაიღვაროს იმაში რომ ვიღაცამ პოლიტიკური მოძრაობა ჩამოაყალიბოს და რაღაც თავის პოლიტიკური აბა ისე როგორ უნდა გაგრძელდეს პროცესი წარმართოს მაგრამ ეხლა თავარი ხო რა არის ეხლა ამ წუთას რა არის პროტესტი მიმდინარეობს რომელიც ითხოვს ასე ვთქვათ ახალ არჩევნებს ოღონდ სუბიექტის გარეშე როგორ სვან ახალ არჩევნებს ითხოვს მაგრამ მონაწილეობა ვინ უნდა მიიღოს სწორედ ეგ უნდა ვთქვათ ეხლა ეხლა მაგათი ახალ არჩევნებს ითხოვს ოღონდ უტრირებულად ვამბობ ეხლა მაგათი ოღონდ ამოს რომ ოცნებაც არ იყოსო და არც ოპოზიცია არ იყოსო აბა ხო და აი მანდარი მთელი ამბავი ხა მაგას ვიღაცა რო ამბობს ერთია მაგრამ მეორე არის რომ მართლა ულიდორო ხო არ არის ეს ახლა ლიდერი რო ქუჩაში ვერ გამოდის და ვერ მიმართავს მოსახლეობას თავის ხალხს ესე ვთქვათ პროტესტის მოსახლეობას ეგ ერთი პრობლემაა მაგრამ მეორეს მხრივ მართლა ესე ხო არ არის რომ პოლიტიკური სუბიექტები არ არსებობენ და ვერ მიიღებენ ამ არჩევნებში მონაწილეობას როგორ რატო ფიქრობ იმიტომ რომ ესეთი თემა რომ ესე იყოს დისკრედიტირებული აქტუალური სიტუაცია არ იყო იმიტომ რომ არ ვერ ექცევა, იმიტომ რომ არ დაგავიწყდეს რომ ახლა ყველავი არ გაქრება და ესენი ვერ ეს საპროტესტო მუხლი მივა ქაოსამდე. ამას გელაპარაკებ ეს თუ ეხლა სწორედ არის მე ამას ჩვენ ხო ერთმანეთს აზრს უზიარებთ, საზოგადოება უზიარებთ, გაპრეტენზიო პოდკასტში. მე მაგალითად ეხლა ვაუპ, აი ახლა დღეს რო არის იანვარი, ხო? 14 იანვარი კალანდობა კიდევ ერთხელ ესე გილოცავთ რომ თუ ამან არ მიიღო, აი ნახე, იქ გამოდიან აქტიურები, იმას ასაბუთებენ, ეს ყველაფერი კარგია და ეს უნდა ასაბუთონ. თუ ამან არ მიიღო პოლიტიკური სახე, აი ახლა ვიც ქუჩაში და ესე მიჯდება, ეს იქნება წყალში გადაყრილი ადამიანი და წყალში გადაყრილი შრომა და წყალში გადაყრილი მუხტი და მართლაც ვიღაცა ამას გამოიყენებს, იმიტომ რომ ახლა ეგეთი თემა რო ახლა მოდი მე და დავაკაკუნებ კარებზე და ვაკაკუნებ, ეს კაკუნით არაფერი არ ეგ ისედაც ეგრე იქნება, მე მგონი წყალში გადაყრილი იქნება საბოლოო ჯამში ეს პროცესი, მაგრამ მათთვის ყოველ შემთხვევაში. აი მე მაგალითად ძალიან მიყვარს ეგ არიან აქტიურადები უყურებ რომ აქვთ მათ ცდილობენ რომ პროგრამა ჩამოაყალიბონ, რაღაცა ჩამოაყალიბონ და ამის ინსტიტუციალიზაციას რო არ ცდილობენ აბა სხვანაირად როგორ უნდა გაგრძელდეს ხა აი არჩევნები გამოცხადა რა იქნება ვასიკო იმიტომ და არის არჩევნები ოქტომბერში უყურე იმიტომ არ ცდილობენ ამის ორგანიზებას რომ ძალიან მარტივია იმიტომ რომ ამ პროცესს ბენეფიციარი ყავს კონკრეტული ესია განსაზღვრული რომ ამ პროცესის ბენეფიციარი ეს პოლიტიკური პროცესია ეს ხო არის სოციალური პროცესი ეს პოლიტიკური პროცესია ადამიანებმა თქვენს რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს და არჩევნები არ შეიძლება პოლიტიკოსების გარეშე ჩატარდეს ვასიკო რასაც იძახის ეს პროცესი არის არასრულყოფილი პოლიტიკური პროცესი მაგაშია საქმე იმიტომ რომ კლასიკურად ამ პოლიტიკური პროცესის განვითარება არ მიდის ადამიანები რომლებიც ბლოკავენ დღევანდელ ოპოზიციას ისინი არ ქმნიან პოლიტიკურ გაერთიანებას
იმიტომ არ ქმნიან რომ მათ არა აქვთ ამის დავალება რომ შექმნან ამით მოცემულობა რამდენმა ბიზნესმა რო ხელი მოაწერა ეს იყო ცემატყება იმიტომ რომ ისინი ყველა ერთი პოლიტიკური ჯგუფის მხარდამჭერები არიან ესენი არ არიან სად არის აბა კითხე თუ არიან პოლიტიკური ჯგუფი ანუ ნახე ის 780,000 ადამიანი ვინ იყო ვინც არჩევნებზე ხმა იმათ მისცა იმათ არჩევნებზე ხმის მიცემა ნიშნავს რომ უნდა კეთილინებოდა შეხვიდე პარლამენტში და მიიღო პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა ის 780,000 ადამიანი ხო არსებობს და თავი ბოლო 10,000 კაცს უნდა რომ დაემხოს ეს ხელისუფლება ისიც პიკურ მომენტებში ვასიტო ხო არსებობს ის 780,000 კაცის არსებობს მე ვერ ხვდები რა საუბარი ის რომ ამ 10,000 ადამიანს მართლა ესეთი გულწრფელი დამოუკიდებელი ის კი არ აქვს რა ქვია პროტესტი მათ ბირთვს კონკრეტულად ესმის რომელი პოლიტიკური ძალის მოყვანა უნდა ძალაუფლებაში ძალაუფლებაში ჯერ პარლამენტში შეყვანა და მე შეიძლება ძალაუფლება ოპოზიციაც ხო მაგრამ შეთქმულების თეორიას კი არ ამბობ ხვდები რასაც ამურ უკან დგას მაგრამ ეს 780,000 ადამიანი 800,000 ადამიანი ხო რო არის ესე კი არის ხო მათ არ უნდათ ოცნება და მიცეს ნუ გადანაწილდნენ აქეთ-იქით აქედან ნუ რაღაცა ხა პროცენტი და ის არა მაკულევა მაგრამ ეხლა აშკარად ეთყობა რომ ამათ ცოტა იმედი გაუცვლდათ ცოტა წყალებს შევავთ ამით ვიმართ და ეს 780,000 ადამიანი დაახლოებით განგარიშოთ ოცნებისკენ არ მიცემს ხმას მაგრამ რაღაცა ახალს ელოდება რაღაც ნაწილი ქუჩაში მე გეუბნები ვინც შიმას კი არ გეუბნები რომ ხა მართავენ კი ასაკობებს ცდელობები არის აი ვინც გულწრფელად არის და ამბობს რომ რაღაცა არ მომწონს ეს არ მომწონს ის დარბევა არ მომწონს განათლების რაღაცები არ მომწონს მოკლედ ეს სოციალური პროგრამა არ მომწონს და ასე შემდეგ ხო ეგეთი თემა არის აი ეს ადამიანებმა რომ არჩევნებში აისახოს მონაწილეობა ხო მარტივია ოცნება თუ არ გინდა და ეს 4 პარტია არ გინდა გავიგე იაგოს ამბავი ეს კარგად დისტანცირებს სხვათა შორის ახლა იქ მანამდე თუ რაღაც შეცდომები ქონდა ეხლა თვითონ დისტანცირებს ყველაზე პოპულარულ ნაბიჯებს დგავს დისტანცირებს თავის ამორჩევლიანად კულტურულად ებზადება თქვა შემდეგი არჩევნებისთვის და ალტერნატივა დგება ეხლა თუ ამ ადამიანებმა რო გამოდიან ტელევიზორში მოდიან ხოლმე და ნახევარ დროს უთმობენ ტელევიზიის ლანძღვას, იმ ტელევიზიასაც, რომელიც ეთერს უთმობს ყველას და საერთოდ მეორე ნახევარს კიდე უთმობენ ტელეფონებზე, რომ იცოდე რომ ის არ მოიყვანო, ეს არ მოიყვანო, იმან ეს არ თქვა. ეს კი არის იმის მაგივრად, რომ ეს გაფორმდეს ინსტიტუციონალურად, ერთი მოძრაობა იქნება, შეიძლება ორი მოძრაობა იყოს, რომ დაერქვას, რომ ვინ არის. ან ლიდერი ვინ არის, რომ დავინახო ვინ არჩევნებზე რომ მოაქვს. აქ ადამიანები მოდიან, სხვათა შორის, რომელი ადამიანები, აი ხედავ ის რა საინტერესო ადამიანი იყო. ეს არ იყო საინტერესო ადამიანი, ეს ცოტა სულელი ყოფილა, ეს ცოტა, მაგრამ ვიღაცები გამოჩნდნენ, იქ ახალგაზრდა გამოჩნდა. ხო გახსოვს არა ლაპარაკი, კიდე ერთხელ მოიყვანო, მაგრამ რაღაცა ხო და გაფორმდეს, ეს ხალხის ხმა, ესე არ რას დაარქვე, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ უნდა გაფორმდეს ახლა ეგეთი სიტუაცია ხა, იმიტომ რომ ეს ყველაფერი იქნას გამოყენებული რომ ბატონ ბუღაძეს უნდოდეს ფერი აქ ესე იგი მოვიდეს და ესე იგი ცივილკივილი ატეხოს ესე არ გაბოვა ხო ესე არ გაბოვა ხო და კაცმარიცის კიდე რას გამოხატავს ვისაც ეს უნდა გაფორმდა აი ეს თქმა მინდა მე და ეს თუ არ გაფორმდა მე გეუნები ჩემი ეს იქნება სიკეთე აქედან რაც სიკეთე გამოდნება ჩემი აზრი არის ასეთი პირველი რომ დღეს ახლა პოლიტიკურ მოძრაობაში ამის გადატანა უბრალოდ ფრაგმენტაციას გამოიწვევს პროტესტის და ეს ესმის ამის ორგანიზატორს რომ ფრაგმენტაციას გამოიწვევს ამის შენ ახსენე რომ ვიღაცა ჯგუფი მოდის და ამბობს რომ სოციალური პრობლემები აქვს ხო და ამის გადაჭრის რაღაცა მოდელზე საუბრობს არის ადამიანი რომელიც ასე უნდა გადაიჭრას ეს პრობლემები ამ გადაჭრის მოდელს იმავე პროტესტის მონაწილეთა მეორე ჯგუფი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ნუ კაცო ცალკე უნდა გავაკეთოს. კითხვა მაქვს, აი მოდელირება გავაკეთე. რა ხდება სექტემბერში, ოქტომბერში მერის არჩევნებია? რა ხდება? მოთხოვნილება რომელიც არსებობს საზოგადოებაში და არ დაგავიწყოს 750,000 ხმა არის. სად მიდის ეს? იქ სადაც მიდიოდა ვერ წავა იქ. ხო და მე ამ წუთას იმის თქმა მინდა რომ არ ვიცი იქ რა ხდება. იქ ჯერ მისასვლელები ვარ და ამათი ამოცანა ხო არის. იქ კი არა, ის არა საქართველოს. ყველა ვინც დღეს პროტესტზე დგას, ხო ამბობს რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. მე არ მინახავს ვინმე ვინც ამბობს რომ არჩევნები არ უნდა ჩატარდეს. ანუ ყოველ შემთხვევაში იმ საჯარო სივრცეში რაც ისმის, ტელევიზიები ვისაც ეკითხებიან, აქ ვინც მოდის, რაღაც პოდკასტებში ვინც დადიან და ასე შემდეგ, ყველა ამბობს რომ ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ახალი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს 2-3 თვეში, ანუ 10 თვეში ხო არ იტყვიან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და საპარლამენტო ერთად ჩატარდესო, ხო? ნუ ახალს რო ითხოვ ეხლავე გაზაფხულზე ჩავატაროთ ახალი არჩევნები, იმიტომ რომ რაღაც ეს როგორ უნდა ჩატარდეს, ვიღაც უცხოელები უნდა ჩამოვიყვანოთ და იმათმა უნდა ჩაატყო. ხო, ახლა მაგათ უნდათ ესე, მაგრამ სხვა უმრავლესობას გვინდა ესე? არა, არ გვინდა, მაგრამ მაგას ვამბობ, მათი სცენარი ხო ესეთია, მე ხო არ ვიგონებ, ეს ხო მათი სცენარი, ახალი არჩევნები ჩავატაროთ და ვიღაც სხვამ უნდა დაგვითვალოს. ანუ
რეალურად ისინი პირდაპირ გვთავაზობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება გადააბარეთო რა, იმიტომ რომ ეს სცენარი სხვას არაფერს არ უნიშნავს, ხო? ეს არის მთელი ამბავი, ანუ ეს არის ჩემი აზრით ის, რაც ამ ახალგაზრდებს, ვინც შეიძლება იგულწრფელად დადოს, უნდა ესმოდეს, რომ ის რასაც არ უნდა ითხოვდეს ახლა ამ პროცესიდან, ამ პროტესტზე, ამის ერთადერთი ბენეფიციარი შეიძლება იყოს ის პოლიტიკური ჯგუფები, რომელიც ამჟამად არსებობს. სხვა მენიუში არ იქნება ახალ არჩევნებში. ზოგს არ ესმის. ხო და მაგას ვამბობ, მაგის თქმა მინდა ზუსტად. მე მან შეიძლება ბოლომდე ვერ გეთანხმებოდა, აი მე ხლა უყურებ, მაგრამ აი ლევანსაც ვიდავკითხო. თუ ეს მუხტი არის, მე აქედან გამოვდივარ და ეს მუხტი არის და რაღაცა ამისი კონვერტირება პოლიტიკურ ხმებში, მე მგონი შესაძლებელია იგივე შენ არჩევნებს გაგახსენებ, ხო მაშინ მუხტი ბევრად მაღალი იყო, მაგრამ მიიღე მონაწილეობა და შეიძლება რეალურად რო თქვა, ჩვენ გვილაპარაკე იმ შედეგებზე, სიამბლის სხვანაირად შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ისიც კი იყო უძლიერეს შედეგი, ხო? მეორე ადგილი, თუმცა მე მაქვს იქ ეჭვი და ცალკე ახალი პოლიტიკური სუბიექტი არ გამოჩენილა, ვასიკო, არ იყო, არც ლევანი იყო ახალი პოლიტიკური სუბიექტი, არც არავინ არ იყო ახალი პოლიტიკური სუბიექტი. მაგრამ არა, ახალი პოლიტიკური გაერთიანება გამოჩენილა. სუბიექტი არც არ იყო იქ ახალი. ბაცო, გიორგი, ყველა არსებული პოლიტიკოსი იყო, ყველა, ახალი ახლა მაინც გვარი და სახელი და ის კი არ უნდა იყოს, კაცო, რაღაცა გამოჩნდეს, მაგრამ აი ეს მოძრაობა დასავლური უნდა ითქვას, რომ აი რაღაცა ეს არის, რომ სახელი აქ არის ახალი იყო, კონცერტი ახალი ახალი იყო, კანდიდატი ახალი იყო და რა ვიცი. ერთ დღეშიც არ იყო ეს ყველაფერი და მოკლევადაშიც არ იყო ეს ყველაფერი. თუ ესე მაგალითად ისე ვიტყოდი შემოდგომისთვის თუ ამის ამბავი იქნებოდა, ეხლა შენ რა გინდა რომ ეს მოიგოსკია რომელიც იქნებოდა და შედეგს აჩვენებდა და ახლა მოიგოს კი არა, უყურე მოიგოს არა, უნდა შემოგთავაზოს თუ პირობითად ის ადამიანი შენ სხვა მე მივდივარ რა გზით იცი იმ გამოცდილებიდან რომ როგორ უნდა მოხდეს ევოლუციის და კონსტრუქციის კლასიკური მეორე სიტუაციით ეგეთი თემა არის ხა გუშინაც უსმენდი ხა დიდი პატივისცემის მიხედავთ მაგრამ ნახე ასავე რომ შენ სცენარში ახალი არჩევნები მარჯდება ევოლუცია არ არის ახალი არჩევნები რევოლუცია ახალი არჩევნები შეიძლება ჩაჯდეს ევოლუციაში თუ შენ ახალ არჩევნებს მიაღწევ რაღაცნაირად კონსტიტუციის ძებით ახალ არჩევნებს მიაღწევ 7 ნოემბერი მაგიტო უსმენდი მე და თუ ეხლა ეგეთი ამობ რომ ბიძინავიანიშვილი გაიქცეს ოცნება გაქრეს და ეს 1,200,000 ადამიანი გადასახლდეს და მე 64 დამყარდება ეს და არა მე ქუჩაში რომ გამოვიდა ავტომატს მე სხვა სიტყვენ რამეს სხვა სიტყვენ რამეს არა ეს ხო ტექნიკურად როგორ უნდა მოხდეს მე არ ვიცი როგორ უნდა მოხდეს მაგრამ მოთხოვნა ხო ეგ არის კაცო ჩვენ ახლა მოთხოვნა რო ეგ არის იმიტომაც არის რომ რაც ხდება ირა როგორც ხდება მე რასაც გთავაზობ მე ხო არა ვარ ახლა პოლიტიკურ პროცესში ჩართული უფრო ისე გეტყოდი არ რომ რადგან მუხტი არსებობს პოლიტიკური ლოგიკა არსებობს და ვინც აპირებს ახალგაზრდაა თუ ძველგაზრდაა და ვიღაცა აქტიურია, ვიღაცა შეიძლება უბრალოდ ესე არ უწოს და პასიურად უნდა ხმის მიცემა. ვიღაცას აქტიურად უნდა. სწორედ ეხლა არის რომ გამოიკვეთოს, რომ გაჩნდეს ის ახალი ძალა, ყველა შემთხვევით არ ამობენ, ვინც ახლა შედარებით ისე არის, თათ პოლიტიკურ პროცესში არ არის ყოფილი პრეზიდენტიც ამობს, რომ უნდა პარტია შეიქმნას. ესე ამის მოთხოვნილება არის. აუცილებლად მოთხოვნილება თან ძალიან დიდი საზოგადოება. ამას გელაპარაკები მე. ეხლა არ აქვს მნიშვნელობა ახალი გაჩნდება თუ არა. ჩვენ დროს მაგალითად ყველა მონაწილე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ძალა, ვეტერანთა კავშირი, ხო, ყველა ერთად შექმნა ეროვნული საბჭო. ეროვნულმა საბჭომ აირჩია ლიდერი, აირჩია მთელი უზარმაზარი ბორდი 11 ადამიანი კონსენსუსით ვიღებდით გადაწყვეტილებას და ყველა და შევედით პირდაპირ პოლიტიკურ პროცესში. რა ვიცი, ეხლა ეს არ ხდება. აიცი რა მითხარით, აი ამაშინ ესე ვკითხოთ. სად მიდის ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა? სად არ მიდის არჩევნებში? ასად არ მიდის არჩევნებში. როგორ აი ეს ახალი ძალა რაც წარმატებას აღწევს ორივეს არსებობის პირობებში. ვერ მივხვდი რა სამოდი. აი ახალი ძალა, აი პოლიტიკური ძალა. არჩევნები რო გაიმართება? აი სამთვეში არჩევნები რო ჩატარდეს, ახალი პოლიტიკური ძალა ორივე ნაციონალური, არა, მე ხო ახალ არჩევნებზე ვსაუბრობ ამ წუთას. თვითმმართველობის არჩევნები წარმატებას ასუძახი რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, შენ ვერ მოვიდეს. მე რა. და რას იზავს საბა? იქნება ოპოზიცია. ოპოზიციაც ხელისუფლებაა. წარმატებას ვინ მიაღწევს ამ ახალ არჩევნებში? ვინც სწორად დაგეგმავს თავის არჩევნებს და თავის პოლიტიკურ მესეჯებს რა ვიცი გააშენს ლიდერს სამთვეში უნდა ჩატარდეს არჩევნები რომელსაც უცხოელები ჩამოვლენ და დათვლიან წარმატებას ვინ მიაღწევს ამ არჩევნებს არა ეგეთი რამე არ მოხდება იმიტომ რომ ეგეთი რამე ფიზიკურად ვერ ხდება რომ გაქრეს თქვა მე იმას კი არ ვამბობ ეს მოხდება არა მაშინ 1,200,000 ადამიანის სურვილი
უნდა გაქრეს და ეს ადამიანებიც უნდა გაქრეს. მაშინ არჩევნები აღარ გდობებია. არა, მე საერთოდ ვამბობ, რომ ახალი არჩევნების ჩატარებას არანაირი საფუძველი არ აქვს. შენ თუ ვამბობ, რომ ეს 1,200,000 ადამიანი არჩევანი არ მაინტერესებს, მაშინ არჩევნები არ გინდა და ნუ აი რაღაცა ქენი ახლა. ხო, მაგაშია კი ბატონო ახლა. მაგაშია საქმე, ანუ მე ჩემთვის საფუძველი საერთოდ არ არსებობს ახალი არჩევნების, მაგაზე ხო არ ვლაპარაკ. ანუ ადამიანები მოდიან გეუბნებიან არჩევნები ჩაატარეო. ოღონდ მე როგორც გეტყვი, ისე ჩაატარეო. მაგრამ ეგ არ მოხდება და იქნებიან კარგად როგორც არიან ისე რა. ეს აკრანის ეგეთი საუბარი ნახე პოლიტიკაში. სპიკერები და ეს პოლიტიკაში გადადის მერე დიალოგში, ესე კი არა, რასაც მოითხოვ, ყველაფერი გავა. აგერ ხა ტრამპი და პუტინი ახერხებენ მოლაპარაკებას და საქართველოს შეხლა ვერ პოლიტიკა არის კომპრომისების ხელა. ახლა მერე ყველაფერს კი არ ვეშვება, მაგრამ შენ თავარი პირველი რიგში ამოცანა მე მგონია თუ არა და აგერმე და აგერ შენდა. აგერ არის გერმანია რო იტყოდე რომ პირველი რომ ეს მუხტი გადაკონვერტირდეს პოლიტიკურ პროცესში. იმიტომ რომ ახლა ასე მოდი ყველაფერი გაქრეს. ისე ვთქვათ, რა მიგაჩნიათ? არა, რა მიგაჩნიათ იმათ, რომ რა პოლიტიკურ პროცესში შეიძლება ეს მუხტი გარდაიქმნას. ლევან ნუ შეიქმნას რაღაცა პოლიტიკური რა გითხრა პარტია. საზოგადოების მოთხოვნებებიდან გამომდინარე, იმ დროს, როდესაც ვერც ერთ მტკიცებულებას რო არჩევნები გაყავდა, უნდა აყვე პოლიტიკურ პროცესს. მე ადრეს ვთქვი და პოლიტიკური პარტიები კეთილი უნდა ინებონ და შეასრულონ თავისი დაკვეთა და შევიდნენ პარლამენტში და ვისაც ეს პოლიტიკური პარტიები არ და მიიღონ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა და ვისაც ეს პოლიტიკური პარტიები არ მოწონს, მათ უნდა აერჩიონ ლიდერი და შექმნან ახალი პოლიტიკური მოძრაობა. ეს არის და ეს და კარზე გვაქვს სულ არ ჭირდება ახალი არჩევნები ოქტომბერში გვაქვს არა ყველაზე თბილისს ჭირდება არჩევითი მერი ეგეთი დიდი პოლიტიკური ტრიბუნა არ არსებობს და ეს ჩვენ ახალ არჩევნებს დანიშნავს ოცნება თუ არ დანიშნავს საპარლამენტოს ის იმხელა ძალის არჩევნებია რომ აგერ გეტყვი მოიცა გიორგი ეხლა გეტყვი ხა პირდაპირ ხა აი გამოცდილება ხარ ხო შენი მარჩევნებში თვითმართველობაში თუ ისეთი შედეგი და თავისთავად მოყვება მაგას მერე რა თქმა უნდა საკრებულოს თავისთავად შენ თუ ადგილობრივი არჩევნებში და ეს მხარდაჭერა საჩვენებ და რეალურ ძალას დაიკავებ ცხადია რომ ესე შენ გიკავია ქვეყანა მაშინ ხო საკრებულოს თავმჯდომარეობიდან დაიწყო შევარდნაძის რეჟიმის სრულიად მე რეკნი ხა საკრებულოს თავმჯდომარეობა ამბანოს ხარ დავიწყებ და მე რეკნი პოლიტიკურ კრიზისს ესე ჯანსაღი მოვლენა არის ამბავია და პოლიტიკური კრიზისი მაინც ქუჩა კი არ არის იქ მესიჯია დიალოგია ეს არის აი ეხლა რო გითხრა მთელი სქემა ევოლუციის გზა და სახელმწიფოებრივი გზა ეს არის ეტყობა ვერ გამოვეცი რაც მინდოდა რომ მე თქვა ჩემთვის პირველი პოსტულატი არის ის რომ ახალი არჩევნები აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული არ არსებობს ამის საფუძველი რომ ახალი არჩევნები ჩაატარდეს. არა, მესმის. მეორე იმ ადამიანებს რომლებიც დღეს აპროტესტებენ და ითხოვენ ახალ არჩევნებს, უნდა ესმოდეთ რომ ახალი არჩევნების ბენეფიციარი მხოლოდ ის პოლიტიკური სუბიექტები შეიძლება იყვნენ, ვინც დღეს არსებობენ. დი ბატონო. ეხლა შევქმნიდა რაღაც სამ თვეში წარმატებას მივაღწევ, არის აბსოლუტური აბსურდი. არ არსებობს ეგრო სამ თვეში შენ მიაღწიო, მით უმეტეს იმ მოცემულობაში, როცა ფინანსური და მედია რესურსი გადანაწილებულია ორ პოლიტიკურ ჯგუფს შორის. ჩვენ ხო ღიად საუბრობთ, გინდა გითხრა, მაპატი ერთწუთი. ის რომ ისინი თუ გონებაში ჩავარდებიან და შენს თქვენს მოწოდებას გაითვალისწინებენ, რომ შექმნიან თავის პოლიტიკურ მოძრაობას და ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ, კი ბატონო, აბსოლუტურად სწორი პოლიტიკური პროცესი იქნება, მაგრამ მოთხოვნა რომ ახალი არჩევნები ჩაატარდეს და ვიღაცა ჩამოვიდეს და იმასაკნას რა ქვია, მაგას დათვალოს ეს ყველაფერი. ეს ნიშნავს, რომ შენ პირდაპირ ეთანხმები იმას, რომ რომელიღაცა კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს ძალაუფლება გადაუყარა. მეც არაფერს არ ნიშნავს. ფიზიკურად ვერ მოხდება. ვერ მოხდება. მე მინდა რომ ამ ადამიანებს ესმოდეს, ვინც ამას ამბობს, რომ ეს უნდა გავაკეთოთ. სხვა არაფერს არ ვამბობ. გიორგი, ნახე რა მოხდება. ჩვენ ესე გავდივარ და რაღაცას ვაპროტესტებ, მე ხო უნდა მესმოდეს შედეგი ამ პროტესტის. ანუ ჩემი პროტესტის შედეგი ხო უნდა მესმოდეს. პროცესი, რომელიც ფიზიკურად ვერ ხდება, პროცესი, რომელიც უტოპია გამოიწვევს 1,200,000 ადამიანი ვერ გაქრება, გამოიწვევს იმას, რომ ამ ადამიანის პოლიტიკური მომავალი და პოლიტიკური ამბიცია გაქრება. ვისაც ეს უნდა. ეს არის სხვა არ არსებობს. მოიშვიდე, აი ჭადრაკი ცვლებით ამავიდა, აი და პროგნოზი და შეიძლება უმადური იყოს და თუ ესე მოხდება, იანვარი ხო არის. ახლა ისე მოვა იანვრის ბოლო, როგორც არაფერი გეუბნები. გუში კი გაუკვირდა, შეკითხვა რო დაუსვეს და კაცო რა გაუკვირდა საარჩევნო წელიწადია უკვე დაწყებულია საარჩევნო კამპანია ხე შედეგი შემდგარი რა მოხდება ყველაც ხო ვიცნობთ ამ ლიდერებს და დიდი პატივისცემით და სხვადასხვაგად ისინიც გვიცნობენ აი ახლა რა მithქვია და დაიხსომე
თუ ესე გაამზადეს, ესეთი მივიდნენ ამარჩევნებამდე, ნიშნავს, რომ ძალიან პატარა პროცენტს აიღებენ და არც მეტი არც ნაკლები ისე მithქვია. იმ რაღაცა ხმებიდან ნახევარზე მეც აიღებს იაგო, იმიტომ რომ ერთადერთი სიტუაცია დარჩება, რომ ადამიანი იტყვის, რომ აი პოტენცია აქვს, მაგრამ პოტენცია და არა პოზიციონირებს, რომ ქემა ოცნებას არ ვაძლევ და იმათ არ ვაძლევ და ამას ვაძლევ. აი ესე იქნება ეგ შედეგი, იმიტომ რომ არჩევნები ჩატარდება ყველა ვარიანტში. და თუ არავინ არ მოემზადა და არც იმ ახალგაზრდება კიდე ესე უნდა იცოდნენ, შენ ახაც უცხოეთის ჩამოსვლა არ გიდა. თუ თვითონ არ შექმნიან ახალგაზრდებს პირობითად ვამბობ, თორე მე გუყურებ, თუ არ შექმნიან მართლა არ არის არც ერთი პოლიტიკურ ძალას, რომელიც განახო იქ ზოგი რაღაცა მემარცხენერი იმას ლაპარაკობს, ზოგი ბუშების უფლებებზე ლაპარაკობს. თუ ისინი ამას არ შექმნიან და თუნდაც არ იშოვნიან რაღაც ჯგუფს არ დაარწმუნებენ, არ შემოიკრიბავენ, აი ეს არჩევანი მოუწევთ მაშინ. ან ის 4 პარტია, ნუ თუ რაღაცა, აი ეს არის ისევ იგივე სიტუაცია ახლა დანარჩენები ჩვენ არ ვიყრით კეთს. აი ეს თემა არის. ანუ ეს სხვა რა, ეგეთი ამიტომ სხვა რა და ნუ ახლა გადატრიალება თუ ვიღაცას უნდა, ეგ სხვა საკითხია ხა, მოდი გახრეთ ახლა utopიის პირისპირ და დამთავრდა. თუმცა ერთი არ დაგვავიწყეს, ითის დავიწყე და თანდათან ახლა ლევენს არ დავყალოთ ჩვენ დანახე რა ხდება. ეხლა რომ მოვა ბატონი ტრამპი, სოფლიოში სხვა დიდი ინტერესები დაიწყება და ესეთლად ბატონი შახინიც ვეღარ მოიცლის ხალბატონი შახინი, რომ ჩვენ ახლა თქვა ჩინეთი და საქართველო, იმიტომ რომ ჩინეთი და სხვა რაღაცები გადაწყდება ეგ სიტუაცია. ისე რადიკალურად შეიცვლება ყველაფერი. ეს პირველ დღეებში, რა თქმა უნდა, მოლოდინს ნუ შევიქმნი და საქართველოს არ შეეხება და მათი პრიორიტეტი არ არის საქართველოს, ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმდენი რამეა დასალაგებელი და ზევიდან მომავალში კანადის და ნებისმიერი სხვა ამბები სიცილიც კი არ იმდენი რამე, მაგრამ არსებული წესრიგი, რაც დღეს მსოფლიოში ან უწესრიგობა, მოდი ესე დავარქოთ, რომ ეს მთლიანად რადიკალურად შეიცვლება, ხო, ნუ და ამის ცვლილება დაიწყება, ამის მომსწრეები გავხდეთ. ეხლა ჩვენ რასაც უყურებთ, ეხლა ჩვენაც კარგავთ და სანამ ერთმანეთს და ის მაგალითი დასაწყისში რომ გითხრათ, მას გიამობთ ახლა თუ თქვი. ეხლა რა იცი, აქამდე იყო რაღაც იდეოლოგია, რაღაც სოფხედველობა, ნუ იცით რაც არ მოერდა გვიქვია და ეხლა ეს იყო რომ თითქოს ეს საბოლოო წერტილი ისიც ამობდნენ რომ სოფლიო მიაღწია ხო განვითარ. ეხლა მთლიანად რეალდება. იქ რაღაც ეს მთლიანად რეალდება თელსოფლიოში. ეს არ არის ქართული მოვლენა. ჩვენ აქაც უნდა ვიყოთ ახლა ეს მთლიანად რეალდება. რა თქმა უნდა ვიმუშაოთ, უნდა ვიფიქროთ. ახლა ესე მარტივი ტრამპი მოვადე და გავიხაროთ საკა არ არის ესე. ჩვენ ესე იგი და არ ტრამპი მოვადე, ჩვენზე არ ის არის თვითონაც. ჩვენ რა არ შეიძლება დავქცე, არ მინდა ხა ქვეყანა დავასახლება და ნამდვილ ამბავს გეტყვით, იმიტომ რომ ჩვენ მეზობელი ქვეყნებია. ომი იყო, ომი ძალიან დაიწყეს ამ ორმა ქვეყანამ და ორი რელიგიური კონფესია იყო და ერთ საზღვრისპირა ქალაქი იყო. საზღვრისპირა ქალაქი იყო და შეიჭრნენ ამ კონფესიის ამ ქვეყნიდან ორ ქვეყანას შორის ომი ახლა ვინც მიხვდება და ხარ მინდა ქვეყნებს და იქით და იმ კონცეფციის მამაკაცებს საწინააღმდეგო კონფესიისას ყველას მოაჭრეს ცალიყური და ყველა ხალი გაუპატიურეს, ნუ ისაც მიწვდნენ და ეს იყო. შემდეგ იქიდან მოეხმარა ეს მეორე ქვეყანა და ისევ შემოიჭრნენ ახლა ქალაქში ხლა ამ კონფესიის აიღეს და ახლა იმათაც მოაჭრეს ცალიყური და ქალები გაუპატიურეს. ეს არ არის ანეკდოტი და მე ერთხელ კიდე გამეორდა. მე ამ ორმა ქვეყანამ ზავი დადო და გაგრძელდა და იმ ქალაქში დღემდე არიან, რომ ყურები არა აქვთ მოჭრილი და ესე ვთქვათ ქალებიც გაუბედურებული ვერ. ჩვენ ერთადერთი მაინც ეს ვიდა ახალგაზრდებას დაიხსოვოთ, ჩვენ რა შეგვიძლია ამ პროცესში ვთქვათ, რომ ერთმანეთი მაგრა დავაზიანოთ. რასაც გუშინ მე მაგალითად ეს რომ ბრიყმა დამოდენიმე ბრიყმა დაწერა, რაც დაწერა და არ მჯერა რომ ეგეთ სიტუაციას აკეთებს და რაღაცას უფურთხებს, მაგრამ მე შემზარა პირდაპირ გითხრა, გიდა პოლიტიკოსი ეს იყოს, რომ რომელთაც ესე იოლად დაიწყეს ამის სახს და რომ ხალხს ნერვები აქვს მოშლილი. აი ეს უკვე მივხვდი, რომ ჩვენ რაღაცა სახიფათო ზღვართან ვართ მისული. ეს არის უკვე იმიტომ რომ არის რაღაცეები, რომელიცაც ერთანაც არ უნდა იკადრო და ღირსება უნდა დაიცვა და ამას გასა. შენ თუ ადამიანობის სახე დაკარგე, მე გეუბნები იმ ბრიყვებზე არ ვლაპარაკობ იმ ბარმენს. მე აბა რა ვქდათ ხალხს ნერვები აქვს აშლილი და რა. აი ამას როგორც კი იტყვი. აუდათ გვიტყვი, შენ ესე უკვე კანიბალი, ესე იგი ამოფრო რა ვქდა, მომშივდა და უნდა მოშივდა და არ უნდა შეეჭამა ადამიანი, აი ეგეთი სიტუაცია. იმიტომ რომ შენ მერე ტყუილია, რომ ან ევროპაში მიდიხარ, ან იაპონიაში მიდიხარ, ან ჩინეთში მიდიხარ, ან არიანში არაფერი არ მიდიხარ. უკვე აი მისი არ იყოს თუ არის უკვე გაუგიჟები ხარ ღმერთსო და რაღაცა და დამსაჯოს ღმერთმაო, ხო? ვერ მოხდება ლაშქრო ასე. ხო და ჩვენ გენში გვაქვს გადარჩენი. ფისებებში გვაქვს გადარჩენი. ბოლოსკენ მივიდივართ და ლევან, ჩვენ ესე ვასრულებთ ხოლმე, რომ სტუმრის ოპტიმისტური სიტყვა გვინდა ესე თუ.
შენი ოპტიმისტური შეფასებები ოპტიმისტები გვინდა მართ პესიმისტები. ჩემზე სერიოზული ოპტიმისტი არც არავინ არ გონია გულწრფელად, მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ კიდე უყურებ იმ თვისებებს და იმ სასწაულებს, რამაც გადაგვარჩინა იმ გმირებს, გინდაც იმ წმინდანებს, რაზედაც დგას საქართველოს ისტორია, ამაზე მეტ ოპტიმიზმს არაფერი არ მაძლევს. ისეთი აკენძული წმინდანები გვყავს ჩვენ და ისტორიაზე აკენძული წმინდანები, რომ ჩვენ გენში გვაქვს, აი ჩემი შვილიშვილი ისეთივე გენი იქნება გადარჩენის, ისეთივე გენი იქნება ტოლერანტობის, ისეთივე ადამიანურობის და ღირსების, როგორც ისტორიულად და თქვენ შვილებს და თქვენ შვილიშვილებს და შესაბამისად ჩვენ შეიძლება აქ ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ, ძალიან ბევრი ვიკამათოთ, ძალიან ბევრი აუდიტორიებში ვიკამათოთ იმ ახალგაზრდებს, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ამ ახალგაზრდების უმრავლესობა ზუსტად 5-10 წლის მერე უკვე ისეთი ადამიანები გახდებიან, რომელთათვისაც ოჯახური ღირებულებები, ისტორიული ღირებულებები, საეკლესიო ღირებულებები წინ წამოიწევს და ამაზე მეტი ოპტიმიზმი ჩვენი ქვეყანა ისეთ შარებიდან არის გამოსული. ჩვენი ქვეყანა ისეთი მდებარეობაში, ამ მდებარეობაში ისეთი ომებიდან არის გადარჩენილი და სახელმწიფოებრიობა აღდგენილი, რომ აქ წესით და რიგით ყველა ქართველი ოპტიმისტი უნდა იყოს. მაგრამ ჩემი ოპტიმისტობა ხო 2-4-4-ია, მოდი ესე ვიტყვი. კარგი, დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ამ საუბრისთვის. წარმატებებს წლის პირველი სტუმარია. კი, წლის პირველი სტუმარი. კიდევ ერთხელ მოგილოცავ ჩობა ახალ წელს და ჩვენს მაყურებელს მიულოცავ და დროებით შევხვდებით უკვე შემდეგი პოდკასტის დროს. კარგად.